გამარჯვებით უკეთ მეგობრებო. დღეს ასე მგონია რომ ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, იმიტომ რომ ჩვენ ინოვაციური ტექნოლოგიების გუნდი, რომელიც არსებობს მესტიერთა კონგრესთან, დღეს ერთ-ერთ ხაზგასმას აკეთებს იმ მიმართულებით, რაც ჩვენ ეს გამოვეცით ეს წიგნი, განმავლობაში საქართველოს ინტეგრალური რესურსები, სადაც მოცემულია ეს არ არის უყოფილი, მაგრამ მოცემულია ის რა მდგომარეობა დღეს რა გვაქვს ჩვენ და როგორ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობდეთ ღარიბად, რომ ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, უბრალოდ რაღაც არის შესაძლებელი რომ ეს იმდიდრე მოქმედებაში მოვიდეს. ჩვენ ვართ პაკეტით მოსული ჩვენ სტუმრებთან და ეს პაკეტი არის ბიორაციონალური საქართველო, ასე ქვია, ბატონ თენგიზ ჯალიაშვილის წინააღმდება გახლავთ რომ ეწოდებინა ამ პროექტისთვის ბიორაციონალური საქართველო, ანუ საკვები როგორც წამალი, ნუ ეხლა უფრო მოკლედ ვამბობ მე ამას და კიდევ უფრო გამოკვეთილად იქნება. ბატონ თენგიზი არის ამ სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც 22 წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანია, საფრანგეთი, იტალიაში და იყო ინსტიტუტის დირექტორი. ჩვენ აქ თავი მოუყარეთ მასალებს, სადაც ყველაფერი აბსოლუტურად იმის დამსახურების შესახებ და როგორი შეფასებები აქვს მას და როგორი დასკვნებია მიღებული საფრანგეთში მის გამოკვლევებთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი რამ. დღეს ამ შეხვედრას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ დაგჭირდა იმის გამო რომ ამ გუნდს ძალიან დიდი ურთიერთობა აქვს კენედის გუნდთან ამერიკაში, რომელსაც მახა ქვია ამ სისტემასთან და ამ გუნდის თითოეულმა წევრმა დაამყარა ძალიან კარგი ურთიერთობა. გახდა საჭირო რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნივერსიტეტის მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და ვის თუ არა, თქვათ ბატონ კახა შენგელიას ვთხოვდით ამ შემთხვევაში, რომელიც იყო მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა პრეზიდენტი, ეს პირველი ქართველია და ყოფილი სოციალისტური სისტემიდან საერთოდ პირველი ვინც გავიდა და პირველია რომელიც ორჯერ იქნა არჩეული. ბედნიერი რომ ასეთი პიროვნება გვყავს, მიულოცოთ ამ დღეებში საპატიო მოქალაქეობა მიიღოს ანდრედიის კიდე ძალიან მნიშვნელოვანია და სასიამოვნოა რომ ჩვენ მას გავაცანით წინასწარ ეს მოსაზრებები, თანაც ამ მოსაზრებების გაცნობა მოხდა ღვთისმშობლობა დღეს, ესე ძალიან მარიამობა, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ეჭვი არ მეპარება რომ ის პროექტი რომელიც მისი დიდი მხარდაჭერით მიდის და მხედველობაში მაქვს რომ შეიქმნას ქართული ენდემური ჯიშების ძალიან დიდი მუზეუმი და მხარდაჭერა და დაახლოებით 150-მდე ენდემური ჯიშის ის გაკეთეს, ეს ძალიან სასიამოვნო, სასარგებლოა. ამის თაობაზე ალბათ რა მდგომარეობაა შემდგომ ქალბატონი მარიამ კიკაძე ისაუბრებს, რომელიც პრაქტიკულად უკეთებს ამას ყველაფრის ორგანიზაციას. მე მინდა წარმოგიდგინოთ თქვენ ამავე დროს, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იმის აღნიშვნა, რომ ჩვენს მეგობრებს აქვთ ძალიან სამკურნალო ღვინოსთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული წინააღმდება სხვადასხვა სახელწოდებით და ესე იგი მთავარი სომელიე, ანუ ღვინის ელჩი და მსოფლიოში უკვე ძალიან გამორჩეული იმით, რომ მან შეძლო რომ მთელი მსოფლიო დაერწმუნებინა იმაში, რომ ვენახი ღვინო საქართველოში დაიბადა საერთოდ. ეს ძალიან დიდი საქმეა, ამ დღეებში ვიყავი მონაწილე ამ დიდი შეხვედრის და ესეთი ორი საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი პიროვნება ესრება დღეს აქ. ეხლა ჩვენი გუნდი ძალიან ძლიერი გუნდია, ბატონ თენგიზთან დაკავშირებით თქვით. მე ვამაყობ იმით, რასაც ბატონი ზურაბ ქუმსიაშვილი, ანუ დღეს ექნება მას მოკლე გამოსვლა და შემდგომში ალბათ ეს გაზრდიერდება, იმიტომ რომ ჩვენ მასთან გვექნება შემდგომ, ერთი 10 დღის შემდგომ გვექნება მის სახლში ვნახოთ პრაქტიკულად რას ნიშნავს ის, რაზეც დღეს აქ ჩვენ ვისაუბრებთ. გუშინ წინ შეიძლება გვენახა, მაგრამ ნუ აიღო უკვე პირველი მოსავალი როგორც იტყვიან და ეხლა მეორე მოსავალი, ანუ ეს უნიკალური რამეა, რასაც აკეთებს და მე მადლობა მინდა უთხრა მას, რომ ესეთი გულიანად და შიშველი ხელებით და ნუ ესე მეცნიერულად უდგება ამ საკითხს. მე მინდა რომ ესე იგი ბატონი გია გახოკიძე, რომელმაც სასაული რამ გააკეთა და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ აბსოლუტურად შეუწამლავი ფოთლებისაგან, რომელსაც არავითარი შხამი არ მოკიდებია არასდროს, ტყეში ეძებს ამ ფოთლებს და ქართული ჭიების მეშვეობით აკეთებს ისეთ რამეს პიგმენტი იქნება რაღაც საოცარი და თუ ჩვენ ეს გუნდი გამოდის კატეგორიული წინააღმდეგი იმისა, რასაც ქვია პესტიციდები, სასუქები, ყველაფერი არის საწინააღმდეგო. ძალიან ბევრი ვინმე გამოუჩნდა ამას უკვე მხარდამჭერი და აქ ერთ-ერთი ქალბატონი ესრება და ძალიან სასიამოვნოა მისი დამოკიდებულება. ქალბატონი მედია აბაშიძე ასევე აქვს ბატონ რომან დურუას
არის ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ცდილობს, რომ ეს განვითარდეს, წავიდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ასეთ შემადგენლობა დღეს ერთი პიროვნება ბატონი გიორგი ვერგესება ჩვენ რომელმაც შექმნა ესე იგი გასუფთა უზონის სისტემა დაამკვიდრა. ანუ ეს არის სრულყოფილი გუნდი, სადაც არის ორგანიზატორიც, შემოქმედიც ეს გუნდი მთლიანად და პრაქტიკულად ბატონი თენგიზის ხელმძღვანელობით საქმიანობს. ეს პროექტი ყველაფერი რადგან ჩვენ დროში გარკვეულწილად შეზღუდული ვართ, დღეს მხოლოდ ამოცანა არის რომ მოისმინოთ ბატონი თენგიზის გამოსვლა, მოусმინოთ ბატონ ზურაბს, მოისმინოთ ვთქვათ ბატონი გიას ისა, ბატონ მარიამს მოусმინოთ, მე სტუმრები ჩვენი აქ იქნება, ეგრეთ ბატონი შემოგვიერთდა, ახლა მასაც აქვს სურვილი რომ გარკვეული ფორმით მიიღოს მონაწილეობა ხელოვნებაში მაქვს რამდენიმე პიროვნება და ძალიან სასიამოვნოა რომ ჩვენ ძალიან გამოცდილი კაცი და ბატონი დავით გალეგაშვილი გვესრება, რომელიც მინისტრის მოადგილე იყო, დიდი გამოცდილება აქვს და ჩვენი რჩეველია და უბრალოდ ამ ადამიანთან ურთიერთობა მეცნიერთა კონგრესში ერთ დიდი სიამოვნებაა და მიხარია რომ დღეს როდესაც გუშინ შევეხმიანე აი მოვიდა, მას აქვს როგორც საფინანსო მიმართულებით ბანკის, ასევე მხედველობაში მაქვს ეს სოფლის მეურნეობის ხაზი, ძალიან დიდი გამოცდილება და ჩვენ ასეთი კარგი რჩეველი გვყავს მისი სახით. ბატონი ირაკლი მაჭავარიანია ჩვენთან ერთად, რომელსაც დიდი სურვილი აქვს ამ პროექტში ჩართვის, ისიც ბიზნესის მიმართულება, საზოგადო მოღვაწეა, ძალიან კარგი და ესეთი ოჯახის მე თამას გამყრალისგან მომისმენია რომ თუ ვინმეა დიდი მეცნიერი ენების კუთხითო მის მამაზე საუბრობდა და ესეთ დიდი გუნდია შეგრებული ჩვენთან. მე პირველი თქვენი ნესნებართვით ესე ვთხოვ ბატონ თენგიზ ჯალიაშვილს, ის გაითვალისწინებს რომ დროში ძალიან ბევრი აქვს მას თქვენი, მაგრამ ძალიან ერთად მე მადლობას მოგახსენებთ და პირდაპირ გადავა პატარა მიმოხილვა შემოგთავაზებთ. ეს არის ტექტონური ცვლილებები ამერიკაში. კონკრეტულად ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ კენედიმ აგზავნა 8 სინთეტიკური პიგმენტი. ეს არის ოქროს შანსი საქართველოსთვის, რომ ნატურალური პიგმენტები ვაწარმოოთ. ნატურალური პიგმენტების წარმოების მთელი ეს პროექტი ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს. ბატონი გია ამას გააკეთებთ უნარჩენოთ. ნატურალურ პიგმენტებს მეღვინეებს მეულოცავ, რომ ის ვენახები თუ გადაიყვანთ ბიო ორგანულ იმაზე, იმ ვენახებიდან ნატურალურ პიგმენტებს უფრო მეტი შემოსავალი გექნებათ ვიდრე ღვინიდან. გარდა ამისა, იქვე გექნება თქვენ აი ინდივიდუალური შეიძლება ითქვას ბიოსასუქი, იმიტომ რომ იმ ფოთოლში ხდება ყველა იმ მიკროელემენტების დაგროვება იმ ჯიშისათვის, რომელიც ამ ღვინოს აძლევს იმ ბუკეტს, რომელიც იმიტომ რომ მიკროელემენტების გარეშე არ არსებობს არანაირი ფერმენტული რეაქცია, იმიტომ რომ ქლოროფილიც კი მაგნიუმ შემცველია და უამრავი ფერმენტები ყველა არის ამ კოფაქტორებს ვეძახით ჩვენ ბიოქიმიკოსები, პროფესიონალები და შესაბამისად, როდესაც პიგმენტს გამოყოფთ, იქიდან სამივე პიგმენტია, მწვანე, ანტოციანები, წითელი და ყვითელი, ეს იგი სხვადასხვა ჯიშებს ვაზისას ალბათ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ შემოდგომაზე ზოგი ყვითლდება, ზოგი წითლდება და აი ეს არის სწორედ ის პიგმენტები, რომელიც არის არნახული მოთხოვნილება კოლოსალური ხალხო. თანაც არის იცით, რომ უკვე შემოიჭნენ, რომ უნდათ ეს ნატურალური პიგმენტები მიკრობებიდან და იმიდან და მე ეხლავე გავთხილებთ და უკვე გავაფრთხილე მახას იმიტომ რომ მე მქონდა ბედნიერება რობერტ კენედის და რამოდენიმე წლის წინათ რაღაცა რჩევები მიმეცა პროფესიონალური რჩევები და დღეს რა ვიცოდი რომ ეხლა ის გახდებოდა ჯანდაცვის მინისტრი და ასეთ ტექტონურ ცვლილებებს გამოიწვევდა. მაგის გარდა ის გძალავს პესტებს და დღევანდელ დღეს გძალავს სინთეტიკურ დამატკბობლებს და შეიძლება ითქვას მოულოცოთ რობერტ კენედის იმ გაგებაში, რომ Walmart-მა ეს უზარმაზრმა კოლოსმა
გამოაცხადა, რომ მიყვება მახას, Make America Healthy Again, გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი. აი სწორედ ასეთი და უამრავი სხვა ფირმები უკვე იძულებული არიან, ვინაიდან თითქოს და საზოგადოება ამერიკის გამოფხის და ვინაიდან ტრამპის განაცხადით, რომ თუ წინა 10,000 ბავშვი იყო ერთი ბავშვი აუტისტი და ეხლა გვაქვს ერთი ბავშვი 31-ში, ეს არის ეპიდემია, შეიძლება ითქვას აუტიზმის, ეს არის ქრონიკული დაავადებების ეპიდემია და შესაბამისად ამავე დროს მან განაცხადა ტრამპის განაცხადა, რომ ეს იყო შემწუნებული პრეზიდენტი ტრამპი და ამიტომაც მიცა არნახული მხარდაჭერა რობერტ კენედის, რომ ულტრაპროცესირებული საკვები ასევე იწვევს აი ამ ქრონიკულ დაავადებებს ბავშვებში. შესაბამისად ხალხო ფუნქციურ საკვებს მიეცა არნახული მოთხოვნილება. აი ეს არის Food for Life. ეს არის ჩემი კოლეგების მიერ გამოგზავნილი წიგნები, რომელიც არის დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური ინოვაციები და მე მინდა ბატონ კახის ერთადერთი პიროვნება საქართველოში, რომელსაც შეუძლია აიყვანოს IS ქართული ინოვაციები იმ ორბიტაზე, რომელსაც ქვია მთელი ეს უნივერსიტეტების კვლევა, იმიტომ რომ მე თვითონ მთელი ჩემი ცხოვრება ამ ხელებით ვიკვლევდი ამ იმებს და აი ეს ანალიზები როგორც ჰაერი გჭირდება, რომ ჩვენი პროგნოზი ერთია, მაგრამ მტკიცება ფაქტიური, რომ ეხლა რატომ რომ თუ დღევანდელ დღეს იმასაც გეტყვით, რომ დღევანდელ დღეს არნახული ისა ეროზია არის მილიონობით ესა ნიადაგი ეროზია ხდება, აგერ ბატონი ჩემი კოლეგა დიდებული ექსპერტი ამისა და პრაქტიკულად რამ გამოიწვია ეს ეროზია ამ კოლოსალურ რაოდენობით ჰერბიციდებმა, პესტებმა, ამ ყველა სინთეტიკურმა ამ სასუქებმა, MPK-მ, მაშინ როდესაც ნიადაგს და იმას ჭირდება ნახშირბადი, ჭირდება ყველაფერი ის, რაც მას ნიადაგის ჰუმუსს ქმნის, ის მიკრობული სამყარო. მიკრობული სამყარო აღარ არის ჩვენთან, შესაბამისად იფიტება და მტვრის სახით ხდება ისა. შესაბამისად, აი ყველა ამის გაანგარიშებით მე გთავაზობთ ბატონი კახი უდიდეს გარღვევა შეიძლება ითქვას ბატონი პირველი დავიწყე ბატონი ზურაბის ნანო მიცელებით ხალხო დღევანდელ დღეს ნანო ტექნოლოგია მე აქ ახლა თქვენ მინდა ბატონო ზურაბ აქეთ მოვიწვიოთ თქვენ აქეთ იყავით თუ რა დაგიდება ასეთი დიდი მეცნიერები ფაქტია ჯობია მე იქეთვება და ეკენაგება ნანო მიცელები ეს არის ხალხო დღევანდელ დღეს ყველაფერში ნანო ტექნოლოგიები ნანო და აგერ ჩემ გვერდით ყოფნა პიროვნება მეოთხეული ფაზის მქონე წყლით გააკეთა სუსპენზია რომელიც შეიძლება ითქვას ჩემთვის იყო გაოცებული უყურებდი იმიტომ რომ ვიცი რა არის ნანო მიცელა და მან შექმნა ნანო მიცელა რომელიც არის მინუსი ORP-იანი წყლით დაშალა ისა ზეთი დაშალა ეთერ ზეთი შემადგენლად ცხიმოვან მჟავებად და ეს სუსპენზია კაიხნის მანძილზე უკვე თვითონ იტყვის ამ ყველაფერს მე უბრალოდ ვიტყვი რომ ეს არის მილიარდიანი ბაზარი მინიმუმ იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ ამ ცხიმებით კოსმეტიკაში ეს ეხლა კიბოსა და უამრავ სხვა იმეებს ხდება გაკურნება რატომ? იმიტომ რომ ანტიბიოტიკების რეზისტენტული ბაქტერიები აღარ მუშაობს ეს ანტიბიოტიკები ვანკომიცინიც კი აღარ იმაშვება აღარ აკლავს იმ პათოგენურ მიკრობებს შესაბამისად ერთ-ერთები კლავს შესაბამისად ერთ-ერთები რომელიც შექმნილია ნანომიცელების სახით ეს არის მილიარდიანი ბაზარი ხალხო დღევანდელ დღეს 2000 არსებობს. ამას ეხლა თვითონ გადაულოთ საუბარს, მაგრამ სანამ თქვენ იმასაც, ბარემ ამასაც ჩავთავრო, ქალბატონ მარის თქვენს მიერ მხარდაჭერილ უძველეს ქართული ხორბლის ჯიშების უძველეს ამოწევას. ეგ იყო აბრისი ალბათ ღმერთის კარნახით იყო ბატონი კახი, რატო? იმიტომ რომ ექიმ მერკოლა რომელიც არის ელიტა ამერიკის ექიმ მერკოლა ჯოზეფ მერკოლა რომელიც ყოველთვის მათთვის ხოლმე და გაუგზავნე ქალბატონ მარის რომ რა ბედი გაქვს თქვენ დალოცილებო მე ვითხარი რომ ექიმ მერკოლა ამტკიცებს რომ უძველეს ქართულ ჯიშებს
აქვთ უფრო მეტი კვებითი ღირებულება ვიდრე ეხლა დღევანდელ დღეს დიდი რაოდენობით რომ მოყავს. ეს კვებითი ღირებულების ხარჯზე, შემცირების ხარჯზე მოხდა ეს გაზდა მოსავლისა. რა ჯანებად გინდა ის ბუტაფორია, თუ იმას კვებითი ღირებულება აღარ აქვს. გამიგეთ? შესაბამისად, ეხლა ნება-მომესიც სრულიად ახალ რაღაცას მივაქციოთ თქვენი ყურადღება. 2 ნობელის პრემიის პრემიაზე მინდა გაგიყვანოთ. 2009 წელს აღმოაჩინეს ტელომერები, რომელიც არის ყველა უჯრედს გააჩნია ქრომოსომაზე დამცავი ისენი, რომელიც გარკვეული დაყოფის შემდეგ მცირდება და ეს არის ჩვენი სიბერის ისენი. მეორე, ნობელის პრემია T-რეგულატორულ უჯრედებზე. ხალხო, აი ახლა 2025-ში მიენიჭა ჩემს კოლეგას და მე რო გავაანალიზე ეს გავოცდი, ხალხო, T-რეგულატორული უჯრედები, ეს არის, როგორ გითხრა, აი ჩვენი დიდი დირიჟორები რო ყავდა და წინვალეთ ორკესტრო აკეთებდა. 1%-ია T-რეგულატორული უჯრედები, მაგრამ ყველა ის ანთებებს და იმას ის აკრობს, იმას აჩერებს, ამას აინგაშება. ესე იგი, პრაქტიკულად ეს არის დირიჟორი. T-რეგულატორული უჯრედები და ორი საოცრება. ხორბლი ჯეჯილის უჯრედანა გარდაიქმნება მსხვილ-ნაწლავში short chain fat acids, მოკლე ჯაჭვიანი ცხიმოვან მჟავება, რომელიც ამასაც იმაშება ომატებს და ამასაც აჩერებს. ხალხო, მე ჩემთვის არის, როგორ გითხრათ, ეს არის ქალბატონ მარის, ეს არის მილიარდი სიქით რო არის რიცხვები და ნოლები იმის სიქით გადიხართ, იმიტომ რომ პრაქტიკულად აუტოიმუნური დაავადებები ყველა 10-ში ერთს აქვს, ხოლო ეს ტელომერები ვის უნდა დაბერება და მე ახლა ჩემი ხრის ქვა აღარ საქართველოში და ამიტომ მეც მინდა რომ დიდხანს იმასნა და პირველი რომანულოა ჩაეწერა უკვე მოიმეებში პაპაისა თქვენ კლიენტებში და აი ახლა წარმოიდგინეთ რომ აი ეს თანაც ახლა მილიარდები ჩაიდო უკვე რომ ეს ტელომერები შემოკლებაზე როგორმე გააჩერონ ელილიმეს უამრავმა ფირმებმა და ამაზე უკვე აწყდა ისა რომ T-რეგულატორული უჯრედები როგორ გავააქტივოთ რომ ვერ გააქტივოთ. ხო, პირველი, ესე იგი 2 ადგილას მე უბრალოდ პატარა ნიუანსს იმას ვიზამთ რომ T-რეგულატორული უჯრედები თიმუში წარმოიქმნება და წარმოიქმნება მსხვილ-ნაწლავში და სწორედ მსხვილ-ნაწლავში ხდება ჩასვლა და ეს არავის არ მიუქცევია ისა რომ ხორბლი ჯეჯილში არის ყველა ის უჯრედანა რომელიც სწორედ აი ამ მოკლე ჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს არის წყარო შეიძლება ითქვისა და აი ეს კიდე აი ამ T-რეგულატორული უჯრედების მომატებასა და იმას იწვევს. ესე იგი ხალხო ღმერთო მაღალო ნეტა ასეთი დღე 2025 წლის ეხლა ხან რო იყო ნობელის პრემია აი სწორედ მე მაქვს შანსი რომ აი თქვენ გაქვთ აი თქვენ გთხოვთ პირადად თქვენ გთხოვთ რომ ბატონო გახით თქვენ შეგიძლიათ აი ეს ორი იმაზე საქართველოს ბიუჯეტი გააორმაგოთ. იმიტომ რომ ეს თუ დაინერგა და მე უკვე გავგზავნე საუდის არაბეთისა და ერთობლივ ძალიან ძლიერ ფირმებისა მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც იკვლევდა რომ ეთერზეთებითა და იმებით შეიძლება უმკურნალო აი ამ პათოგენებს, რომელსაც არც ერთი ანტიბიოტიკები არ სპობს და არ იმაშობა. ეთერზეთები სპობს და მისი ის რომ გაუგზავნე ნანომიცელები, მეორე დღესვე დილას რომ გავახილე თვალები, უკვე მედო რომ ხელგაშლილი რომ ჩვენო ზათავართო რომ ყველანაირად. ესე იგი, ხალხო, უბრალოდ ჭრეტა უნდა ეხლა რომ რა არის მომავალი, რა არის მოთხოვნილება, ნატურალ პიგმენტებზე არის არნახული მოთხოვნილება, არის ანტიბიოტიკების ალტერნატივაზე, იმიტომ რომ არ მუშაობს ესა და ეს ულტრაპროცესებულ საკვებზე მის ალტერნატივაზე ეს არის ფუნქციური საკვები. ხალხო, მე გავჩერდი და ეხლა ქალბატონო მარი მობძანით აკეთე. არა, ვინოსთან დაკავშირებით ბძანეთ, იმიტომ რომ ბატონო. ხო, კი ბატონო. მე მქონდა ბედნიერება, მე დამეგობრება მეოთხეული ფაზის მქონე წყლის აღმომჩენთან პროფესორ პოლაკთან. პროფესორი პოლაკი არის, როგორ გითხრა, აი სადღაც სერეკილების იქით რო არის. და
პროფესორ პოლაკმა აღმოაჩინა ეს მეოთხეული ფაზის მქონე წყალი და მე გაუგზავნე ვთხოვე მე ეროვნულ მუზეუმის დირექტორს რომ ვთხოვოთ ერთი უძველესი ქვევრის ნატეხი გაუგზავნე იმას მეოთხარი ბატონ ჯერი პოლაკს გაუგზავნე იმურტყუნა ჯერიმ გამიკეთა ანალიზი და შიდა იმაზე მეუთხარი რომ შიდა ის მეუთხარი ქვევრის შიდა ზედაპირი არის ჰიდროფილური და მან დაამტკიცა რომ ჰიდროფილურ ზედაპირზე წარმოიქმნება მეოთხეული ფაზის მქონე წყალი ეს არის თქვენ ხო იცით რომ H2 ეს არის წყალი ხოლო იმან დაამტკიცა რომ H2 აი ეს არის ელექსირი ხო სტრუქტურული წყალი რომელიც არის არნახული რაღაცა ზღაპრული თვისებებით და რომელიც მე იქიდან მომწერა და მე უკვე მქონდა შატო ზეგანში განხილვა მე უკვე დავითთან და იმასთან წინვალით მოწყობილი იყო ეს ყველაფერი ესა და დიდმა მეღვინემ ღლონტმა თეიმურაზ ღლონტმა თქვა რომ ამას აქვს უნარი თვითგაწმენდისა. რაც არნახული რაღაცა, ხო წყალში ყველაფერი იხსნება, არა, ამას თვითგაწმენდის უნარია. ეგეთი რამე არ არსებობს, ეგეთი რამე ფიზიკის კანონებს აბსოლუტურად აუხსნელი რაღაცა. როგორც ნანომიცელები რო აღარ ნანომიცელების ახსნა პრაქტიკულად ფიზიკას არ შეუძლია, ასევე ამ წყლის ფიზიკური თვისებები აუხსნელია, როგორ ისუფთავებს თავს და პირდაპირ ბატონმა თეიმურაზ ღლონტმა პირდაპირ მე რო ეს აჩვენე ეს დასკვნა და ის რომ ნამდვილად ამ უძველეს მე-6 საუკუნის თუ მე-8 საუკუნის ქვევრის ნატეხს აქვს უნარი კიდევ შერჩენილი რომ წარმოქმნას მეოთხეული ფაზის მქონე წყალი ეს არის რაღაცა ხო რატო წამლავთ ამ ქვევრებს ამ ისა ნავთობიდან წარმოებული სანთლითა და იმით რატო აფუჭებთ რატო ანადგურებთ ამ იმას რატომ ბიო ვენახებს არ აწარმოებთ რომ იქიდან პიგმენტები ვაწარმოოთ ბიოღვინოს უფრო მეტი ფასია გაცილებით და თქვენი ჯანმრთელობისთვის და იქ კუპას და ცეპას რატო აკეთებთ? იმიტომ აკეთებთ რომ იქ მიკროელემენტების მთელი სპექტრი შეისურს და ისაც ფუნქციური საკვებია. სწორედ აი ეს რასაც ახლა ბატონი ზურაბი აკეთებს და დავარგებას რატომ არის ეს გაცილებით უკეთესი რატო ჩაფლა ქვევრი გენიოსმა ქართველმა ფერმერმა რატომ იმიტომ რომ იქ არის ტემპერატურა მუდმივი და ამას რაც უფრო დაბალია ტემპერატურა მით უფრო ფერმენტული რეაქცია ნელ-ნელა მიდის და მით უფრო ბუკეტი და ღვინოს ისა უწყილ ზღვაში მიწაზე უკეთესი ისა და აი ეს ტემპერატურა აქ დავარგებულს უკვე სულ სხვანაირი ის ბუკეტი ექნება ამის ის გვინდა ბატონო გახი გაგვაკვირინოთ რა ამაში დავარგებულსა და აი ეს ნებისმიერ ევროპის ქვეყნებზე ნებისმიერ იმაზე სად არ ვიყავი ხო გერმანიაში დასავლეთ გერმანიაში ინსტიტუტი გამიხსნეს ბიორაციონალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი საფრანგეთში პირველი პრიზი მომწეს 2006 წელს იტალიაში კონსულტანტი ვიყავი იქავაწყე ჩემი აღმოჩენა მილიარდ ნახევრად შეფასდა კაბინეტორესის მიერ. ეხლა რა არის იცი რომ ქართველებს აი ესე თითო იმით აღმოჩენითა და თითო რაღაცებით საქართველოს შეუძლია რომ საქართველოს თავრობამ თქვენ ჩემზე უკეთესად შეგიძლიათ აუხსნათ რომ ისინი რაღაცა გართული არიან პარტიული კინკლაობით რაღაც უაზრო იმით ვინ დაждდება სკამზე და სკამზე კი ანუ საქმე გავაკეთოთ ესენი გაუშვათ და თქვენ გაქვთ ამის შანსი რომ ჩართოთ ეს მაღალ ორბიტაზე ანალიზები გჭირდება იმიტომ რომ ვერმიპონიკით მოყვანილ იმას ვერმიპონიკა ალბათ თქვენ კარგად იცით რომ ეროზირებულია ისინი და კატაკლიზმებისა და იმის გამო იძულებულია ხალხი რომ ჰიდროპონიკაზე და აეროპონიკა გააკეთონ ჩვენ გავაკეთეთ უკეთესი იმიტომ რომ იქ არის ჰოგლანდის ნარი 14 მაკრო მიკროელემენტი რომელიც ერთმანეთში არის ანტაგონიზმი ეგ უკვე მივაწოდე რობერტ კენედის რომ აი მეოთხარი მუდლერის ისა ჩარტ რომ ამაში ნახეთ როგორი არნახული ის აქვს ანტაგონიზმი და დაბალ ეფექტურია და თუ კენედი მეცნიერი არის ვინა არა იურისტია წინვალი იურისტია იცავდა იმებს და მაგას ჭირდება სწორედ ჩვენი ნაირი პროფესიონალების მიწოდება და მე მინდა გთხოვოთ რომ მოვიწიოთ რა რობერტ კენედი რა თქვენ იმაში რომ ჩვენ ვანახოთ ავაწყოთ თქვენ იმაში საჩვენებელი ავაწყოთ საპილოტე დონეზე და მე ეს იყოს ლიცენზიები გაწყიდეთ ხალხო ლიცენზიები თითო ლიცენზიები არის უზარმაზარით ისე გაცილებით მეტია შემოსავალი ამიდან ვიდრე ნებისმიერი მაპატიეთ ნებისმიერი ახლა დღესაც ვინმე რამეს აკეთებს რა აი ამ კუთხიდან რა აი ამ კუთხიდან მე ჩემი მოგზალებული თხოვნა იქნება მეღვინეებთან რომ
ეს შეკარით რა რაღაცნაირად ერთად რომ ბიო ორგანულ ვენახებში უნარჩენოდ იწარმოებოდეს ყველაფერი ის მე გია გაჩვენებთ მე იმასაც გია ახლა დაგითმობ და ქალბატონ მარისაც დაუთმობ ადგილს რომ გაჩვენონ ისინი რომ რა ბედნიერებაა რომ საქართველოში ოდითგანვე ამას რა არ ვიცი დღეს ბატონო კახი რა არ ვიცი დღეს მე დღეს მე თენგი ჯალიაშვილმა არ ვიცი აი მიკროზონებში რომელი ფოთლები იყრებოდა შემოდგომაზე და მე იმ ჭიაყელა როგორ გადაამუშავებდა იმას ბიოსასუქად ანუ ვერმის სასუქად და ის როგორ აძლევდა მე ის მიკროელემენტები ის ბიოფორმაში იმიტომ რომ ჰუმიკისა და ჰუმინის მჟავებთან არის ის ჰელატირებული ყველა ის მიკროელემენტი რომელიც ისა გადაამუშავა იმან ეს არის ადვილად შესათვისებელი ჰოგლანდოსն არის ესე იგი 110 евро ღირს 10 ლიტრა რა 10 ლიტრაც რო გაყიდოს ბატონმა გიამ ეს აჯერ უკეთესი ჰოგლანდის ნარდე უკეთესი ამას გაჩვენებდა თქვენ მიხვდებით ყველა ეს იქნება რა ვიცი დასაქმება იქნება აღარ დაჭირდებათ მიტინგებზე სირბილი და რაღაც უბედურებები და ისინი და ეს იქნება ახალგაზრდების ჩაბმა ამ საქმეში ხალხო უამრავი რაღაცები შეიძლება გაკეთდეს რა მაპატიეთ ჩემ ემოციური გამოსვლაზე აი მასზე და ხო დიდი მადლობა Pagi ciao, ciao. მე მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს და მინდა ცირედი განმარტება გავაკეთო იმ ნანომიცელებზე, რომელზეც ბატონმა თენგიზმა ისაუბრა. ჩვენი მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს მიცელარული წყალი ეს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის რაც არის ის აფთიაქებში იყიდება და კოსმეტიკაში ხმარობენ ქალბატონები ძირითადად და ყოველი მიცელარული წყალი შედგება ზეთისგან, წყლისგან და ქიმიური დანამატებისგან რაც ახდენს შემდეგ მიცელარულ წყლად მის ჩამოყალიბებას ანუ წყალი რომ შეერიოს ზეთში ამისთვის საჭიროა სხვადასხვა დანამატები. ჩვენ ეს შევქმნით ყველანაირი დანამატების გარეშე პრაქტიკულად ეს არის ბიოპროდუქტი და დავშალეთ ზეთები ცხიმოვან მჟავებად და ამის შემდეგ დავშალეთ ცხიმოვან მჟავებად ეთერზეთები. ეს ორივე გავაკეთეთ. ეხლა რაც შეეხება ზეთის დაშლას ცხიმოვან მჟავებად აქ წარმოიქმნება მიცელარული წყალი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც კოსმეტიკაში, ასევე სოფლის მეურნეობაში ფოთლოვანი კვების მიმართულებით და ეს იქნება ძალიან დიდი გარღვევა მთელი მსოფლიო მასშტაბით. ამას არავინ არ იყენებს. რაც შეეხება ეთერზეთების თემას, ეს უკვე ცალკე სამკურნალო თემაა, რადგან დღეს უკვე მსოფლიოში არაერთი კვლევაა ჩატარებული კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებით ეთერზეთებით და ამის ეფექტურობა იზრდება რამდენიმე ათეულჯერ რადგან ამის შეყვანა ჩვენ შეგვიძლია კანის დახმარებით, რომელშიც არის ლანგერგანსის უჯრედები და ნუ ეს მთელი პროცესია როგორ ხდება ამით მკურნალობა სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების და ეს არის კიდევ ცალკე მიმართულება მედიცინაში, რომელიც საოცრებად უნდა დაინერგოს. რაც შეეხება ბატონი თენგიზის მიერ ხსენებულ მეოთხეული ფაზის წყალს, რომელიც აღმოაჩინა პროფესორმა პოლაკმა, მე ამაზე წლებია ვმუშაობ, ჯერ კიდევ არ ვიცოდი პოლაკის აღმოჩენები და შემდეგ გავიგე ამის შემდეგ. სწორედ ეს წყალი არის სამკურნალო, რომელიც ეხება ჰიდროფილურ ზედაპირს, იგივე მაგალითად აი ამ თიხას, რომელიც არის ნატურალური თიხა, ეს არის ქართული თიხა, პერევის თიხა, არეული დურუჯის ლამში და ამით არის სპეციალური გამოწვის ტექნოლოგიით და სპეციალური შერევით არის შემდეგ მიღებული აი ესეთი ამფორა, რომელშიც ვასხავ ღვინოს და ვავარგებ შავი ზღვის ფსკერზე და ღვინო, როგორც ვიცით, ძირითადი მისი შემადგენელი ნაწილი წყალია და სწორედ იმ ღვინის წყლისგან წარმოიქმნება სწორედ აი ეს ამფორაში
დროთა განმავლობაში მეოთხეული ფაზის წყალი და ჩემთვის გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ აი ბატონმა თენგიზმა ახსენა, რომ აი ამ ჰიდროფილურ ზედაპირს და აი ესეთ სპეციალურ თიხას აქვს შემდეგ როდესაც ამისგან წარმოიქმნება მეოთხეული ფაზის წყალი, მას აქვს თვითგაწმენდის უნარი. ჩვენ ამაში ვასხავთ ბიოღვინოს, რა თქმა უნდა, ოღონდ ის არის თვითდაფილტრული ქვებში და არანაირ ფილტრში ჩვენ მაგას არ ვატარებთ. და წესით, როდესაც რამდენიმე თვე წლამდე ეს არის მოთავსებული ზღვის ქვეშ, შემდეგ გარკვეულ ადგილში ეს ლექი უნდა დაილეკოს, რადგან ის არ არის გაფილტრული. აი ესეთ თიხებთან ერთად ჩვენ პარალელურად ჩავდეთ მინის ჭურჭელითაც, ბოთლებითაც, სადაც აღმოჩნდა, რომ აი ეს ლექი მოთავსდა გარკვეულ ნაწილში, თვითონ ამ ჭურჭელში. როდესაც აქედან ღვინო გადმოვასხით, ლექი არ გადმოყვა და როდესაც გავტეხე, ნახე შიგნით რომ ლექი არსად არ იყო. და აი ეს პროცესი ვერ გავიგე, საიდან იყო, შემდეგ მეორე, მესამე, რამდენიმე ბოთლი გავტეხე, იმის გულისთვის რომ შიგნით მენახა ლექი. ის ლექი, რომელიც ყველა მინის ბოთლში იყო. და არც ერთ ესეთ თიხის ბოთლში ეს ლექი აღარ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ეს გამოსაკვლევი არის თვითონ აი ეს პროცესი და ეს თემა და ფაქტი ის არის, რომ ლექი სადღაც ქრება. ეს ამფორები ამოტრებულებულ მდგომარეობაში არის. და აი საცობის მხარე, ქვედა მხარეს არის მოთავსებული, ისევ ავარგებთ ზღვის წყალში და წესით საცობთან უნდა იყოს ხოლმე და ეს ლექი მოთავსებული. არც საცობთან იყო ლექი და არც ძირში, არც გვერდებზე და ასად. რამდენი ბოთლის გავტეხეთ, ლექი არსად არ იყო. ანუ თვითონ ამ მეოთხეული ფაზის მქონე წყალს ახასიათებს თვითგაწმენდის უნარი და ასეთივე თვითგაწმენდის უნარი ახასიათებს ქართულ ნამდვილ ქვევს, რომელიც არ არის მოყარაფინებული, რასაც მოსანთლას ეძახიან. ეს არის ქვევრის გაფუჭება, იმიტომ რომ ამით ხდება მისი შიდა ზედაპირის ნანო და მიკროფორების ამოლესვა, რომელიც პასუხისმგებელი არის ღვინის სუნთქვაზე და ღვინის სუნთქვაზე საერთოდ მცდარი შეხედულება საქართველოში, იმიტომ რომ ზოგიერთს გონია, რომ ქვევრი ჰაერს იღებს გარედან და ეს ასე ხდებოდეს, ჰაერს იღებდეს გარედან მიწის მხრიდან, მაშინ წყალს უფრო ადვილად აიღებდა, რადგან ეს არის ჰიდროფილური სტრუქტურა და საერთოდ ღვინოს გააფუჭებდა. ანუ ღვინის სუნთქვა არ არის, მეგობრებო, გარედან ჰაერის აღება ქვევში, ეს არის ნატურალური ქვევრის შიდა ზედაპირზე, მიკრო და ნანო ფორებში წარმოქმნილი ნანო ბუშტუკების სუნთქვა, ღვინის სუნთქვა. ნანო ბუშტუკები ეს უკვე გამოკვლეული არის, ეს არის ის ნანო ბუშტუკები, რომელთაც შიგნითა წნევაც გაზომილი არის და იმდენად მაღალია ეს წნევა, რომ ნანო ბუშტუკები მაღლა ვერ ამოდიან, სანამ არ დაიწყება ქვევში ფერმენტაციული პროცესები და სანამ არ დაიწყება ყურძნის ალკოჰოლის წარმოქმნა და ალკოჰოლის წარმოქმნის დროს ხდება მისი ზედაპირული დაჭიმულობის შემცირება და მხოლოდ მაშინ იწყებენ ისინი მაღლა ამოსვლას. აი მთელ ამ პროცესს ქვია ღვინის სიცოცხლე და ღვინის სუნთქვა, რაც არის ძალიან მარტივი. ცოცხალი ორგანიზმია. კი, რა თქმა უნდა. Კაბოტონ მარის ვთქო რომ ამიხსნას შეკითხები შეიძლება. კი ბატონო, ვისკის ნიშნულობა აქვს ვაში დაავარგებ თუ წყალში? დინარეში შეიძლება იგივე გაკეთდეს. დინარეშიც ვცადეთ, ტბაშიც ვცადეთ, მაგრამ ის ეფექტი, რომელიც მივიღეთ ზღვაში, ვერსად ვერ მივიღეთ. პირველ რიგში ვიზუალურ ეფექტს ასეც ვერ მივიღებთ ჩვენ ვერც დინარეში და ვერც იმაში, იმიტომ რომ ეს არის ზღვის მიკროორგანიზმები, რომლებიც თავის კიროვან სახლებს აშენებენ და ვიზუალური ეფექტი ესეთი აქვს. სხვადასხვა როდესაც ვესაუბრე, მე გავიცანი ყველა უცხოელი მწარმოებლები, რომლებიც არ ავარგებენ მართალია თიხაში ისინი მინის ბოთლებში ავარგებენ, მაგრამ ვერავინ ვერ მიიღო ისეთი ვიზუალური დადებითი ეფექტი, როგორც მივიღეთ ჩვენ შავ ზღვაში, სადაც ჩვენ ვიცით, რომ შავ ზღვაში ისეთი ბუნება არ აქვს, როგორც სხვა ოკეანეებში და ზღვებში. და თითო რაც შეეხება დავარგების პროცესს, იქ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თვითონ ზღვის ენერგეტიკაც, თვითონ აი წყლის ენერგეტიკაც და თვითონ უცხოელი წარმოებლებიც აღნიშნავენ იმას, რომ სამნახევარჯერ სწრაფად ხდება ღვინის დავარგება ზღვის ფსკერზე, ვიდრე ქვევში ან სხვა ჭურჭელში ხმელეთზე. და ეცლიანი ვადა თუ შეგიძლია დავხატოთ 4 წელი. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე წელიც გავაჩეროთ, მაგრამ აი ესეთი ვიზუალურ ეფექტს ვიდათ ჩვენ დაახლოებით 1 წელიწადში. იმას დებთ და ამას დებთ. კი, დებთ ამას, რა თქმა უნდა, დებთ აი ესეთ ეს არის ჩვეულებრივი თიხა, ნუ ჩვეულებრივი არ არის ეს სპეციალური თიხა. მაგრამ შემდეგ ვიზუალური ეფექტი 1 წელიწადში არის ესეთი. თუ დავაყოვნეთ მაგალითად 5 წელი, აი ეს მიკროორგანიზმები თავის სახლებს უფრო მეტს აშენებენ, ზედა შეიძლება დიდი გახდეს, მაგრამ პრაქტიკულად ღვინის
თვისებები დადებითისკენ იცვლება აი ამ ერთ წელიწადში იმდენად რომ მეტი არ არის საჭირო და ამის პრაქტიკაც არ არის. კი. აი ეს არის. დაძულების დაჩქარებაზე. დავარგების დაჩქარება ხდება და პარალელურად კიდევ ხდება თვითონ ღვინის ისეთი სვლილება, რაც ხმელეთზე არ ხდება. ამაზე ჩვენ ჩავატარეთ დეგუსტაციების ჩავატარეთ, კვლევებით ჩავატარეთ და კიდე ამ კვლევების პროცესში ვართ. ამას სულება შერაზგულისხმობთ. ორგანოლეპტიკური და გემური თვისებები ეცვლება სრულიად განსხვავებული ხდება. იცი რა იქნება დაიწყოს რომ აგუნისაც და ვერენო შეინახო. გავაკეთეთ. ეს გავაკეთეთ. შეიძლება განსხვავება ორგანოლეპტიკური განსხვავება. გაცილებით უკეთესი იყო ბევრ ადამიანს გავასინჯეთ, ახლა ჩვენ ძალიან ზუსტი ქიმიური კვლევები არ ჩაგვიტარებია, ჩვენ გვინდა ჩავატაროთ ამერიკის და ევროპის ისეთ ლაბორატორიებში, როგორც ჩვენ და საქართველოში არ არის და აი იქ უკვე დაიდება შესაბამისი შედეგები. აი ესეთი კვლევები უნდა ჩავატაროთ. გამოვიკვლიოთ ეს ღვინოები და ზოგადად სომელიებმაც და აქაურმა კვლევებმაც აჩვენა ის რომ გაცილებით უკეთესი ხდება ღვინო დავარგების მხრივაც, ორგანოლეპტიკითაც, გემონური თვისებებითაც და მთავარი არის ის რომ ეს ღვინო არ უნდა იყოს დაშხამული და უნდა იყოს სუფთად მოყვანილი ყველანაირი პესტიციდების გარეშე. ბიოღვინო რა თქმა უნდა, ახლა ბიოს ეძახიან პრეპარატებსაც, გარკვეულ პრეპარატებსაც მე არ ვეთანხმები და ჩვენც გვაქვს დანერგილი ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და ისედაც არსებობს პრეპარატები, რომლებიც შეგვიძლია აი მართლა ბიოღვინო მივიღოთ და თვითონ აი ჭიაყელის კოპროლიტებზე გაზრდილი იყოს ვაზი თავისივე პერსონალურ სასუქზე, აი ეს უკვე სრულიად განსხვავებული ღვინოს ვიღოთ. ეს უკვე სამკურნალო ღვინოა და ესეთ თიხაში დავარგებული უკვე ორ მაგათ სამკურნალო ხდება, იმიტომ რომ მეოთხეული ფაზის წყალი წარმოიქმნება ამაში და აი ქალბატონო მარი თქვენ აგვიხსენით ახლა თქვენი ბიოხორბალი, სამკურნალო ღვინო, სამკურნალო პური. ნამდვილად მოგახსენებთ. მე დავიწყებ იქიდან რომ მესი მადლობა პირველ რიგში ბატონ კახას ხარდაჭერისთვის. ბატონი დავითიც დამეთანხმება რომ სოფლიოში ანალოგი არ აქვს, ასეა ჩვენ იმდენი მრავალფეროვანი ჯიშები გვაქვს ენდემური. ქართულ ხალხმა აქედან განსაკუთრებით რამოდენიმე სახეობასა და ჯიში გაამრავლა. მიუხედავად იმისა, არის სახეობები და ქვესახეობები. ასევე მაგარი ხორბლის ჯიში და ასევე რბილი ხორბლის ჯიშები. საქართველოში ანალოგი არ აქვს საქართველოს ამ მხრივ და ამით ვარ მე ძალიან ამაყი. რასაც ახლა მე ვაკეთებ ჩემს ეზოში და ამ მოკლედ გადაშენების პირას ამ ხორბლებს ვაწარმოებ და ვამრავლებ, ეს არის ძალიან დიდი აგრეთ ბატონმა თენგიზმა ბრძანა, ახლა ანალოგიური რამ გააკეთა, რომ ესეც უჯრედანა, მაგალითად არის მაგარ ხორბლებში ძალიან მაღალი. აი ეს რაც თქვა ახლა ბატონმა თენგიზმა რა ბრძანა. ჩვენ ვაპირებთ ამის გამრავლებას. მე მოვიყვანე აქ ბიოხორბალი, ეს არის წითელი დოლი, შავხა, კახური თეთრი დოლი, სამი კულტურა ვაწარმოებდით ფართობებზე. ბატონი გოჩა ძასოხოვის მხარდაჭერით და მადლობას უხდი მასაც. და მომეცა საშუალება ბატონი თენგიზის ხელმძღვანელობით რომ გამეკეთებინა ბიო. მე არ. ხო, ნუ პირველ რიგში უფალია ყველგან, რა თქმა უნდა. გავაკეთეთ ეს უნიკალური შევიკარეთ აქ ბატონი გია, ბატონი ზურაბი, ბატონი თენგიზის ხელმძღვანელობით და შემდეგ ვაპირებთ უკეთესი ხარისხი მივიღოთ და გავაუმჯობესოთ ეს, როგორც ფოთლოვანი კვება იქნება, აქ ნანომიცერალებით იქნება, სასუქები იქნება, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს სამივეს მოკლედ ბატონი თენგიზის ხელმძღვანელობით კიდევ გავაუმჯობესებთ ამ ხარისხს და რა თქმა უნდა მოსავლიანობაზეც იმოქმედებს ეს. და რაც შეეხება ამ უძველეს ჯიშებს, მე მივამატე კიდე ახლა 58 ჯიში მაქვს, შემდეგ ამას კიდე ვამატებ რამოდენიმე ჯიშს და ის კიდეც დაში გვაჩვენებს მის მაღალ ხარისხს, კვებით ღირებულებებს. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ბატონ დავით, თქვენც დამეთანხმებით, რამხელა ნიშნულობა აქვს ჩვენი ძველი კულტურული ჯიშების აღდგენას, მოვლას და მით უმეტეს მისი ხარისხის ამაღლებას. მე ბატონ თენგიზ ახლა თქვენ კითხვები მაქვს. კარგი. რამოდენიმე კითხვა მაქვს. კი, კითხვა და ამასთან დაკავშირებით, სწორედ რომ თქვენ რა ვერმისასუქით, რომელ ფოთლების ვერმისასუქით მოიყვანეთ? მე მოვიყვანე, ეს იყო მუხის ფოთლები ძირითადად, უფრო მუხის ფოთოლი ჭარბობდა. მეტი ისეთი წყალი იყო მორწყვა, ანუ ტენიანობა შეუნარჩუნე ამ პერიოდში წყლით, უბრალოდ წყლით, დინარის წყლით.
დინარის წყლით ეს გავაკეთე. მეტი მნიშვნელოვანი არაფერი არ გამიკეთებია, რა თქმა უნდა, აქ იყო დაგვიანებული თესვა, მაგას თავის სავეგეტაციო პერიოდი აქვს და მთელი ძალისხმევა არ ძალიან დიდი შრომა დამჭირდა ამისთვის და რაც შეეხება ახლა ეზოში მოვიყვანე ბატონი ზურას წყლით, მაშინ ჩავალბე ესენი ჩემი ეს საუკეთესო მარცვლები და განსხვავება ვნახე რა თქმა უნდა. რა მოსავლიანობა იყო არაჩვეულებრივი, განსაკუთრებით ლაგოდეხის გზელ თავთავა იყო, არ ვიცი, იმაზე სასწაულად იმოქმედა, ყველაზე იმოქმედა, მაგრამ მას აქვს ჯიშებია სხვადასხვა, ის განსაკუთრებული ჯიშია. არ ვიცი, ჩავყარე 21 მარცვალი, ასე უყრიდი 23 მარცვალი, 18 მარცვალი, ამას როგორი რუდუნებით უნდა მე მოვლა და პატრონობა. და საკმაოდ დიდი რაოდენობა მივიღე. როგორ გითხრათ, მივიღე 5 კილო. ასე იგი ამონაყარი ქონდა ბევრი. ეს იყო სასწაული. ისე გამიკვირდა ბატონო დავით, თქვენ გქონდათ ამასთან შეხება და თქვენ გეცოდინებათ ეს რამხელა წარმატება აი ამ შემთხვევაში ასეთი დამოკიდებული ეს საბოლოო კითხვა. თქვენ მოიყვანეთ ქართული უძველესი ქართული ხორბლის ჯიშები. რაიცაც ტაში. ეხლა თქვენ გაქვთ ორი მიმართულება. ერთი პური გამოვაცხოთ და მეორე გააკეთოთ ფუნქციური საკვები. მიახლოებით მე ვთხოვდი ბატონ კახას, რომ დაითვალოთ შემოსავალი და ღირებულება და სარგებელი, რომლისგან უფრო მეტი იქნება განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ფუნქციური საკვებისთვის, იმიტომ ჯერ ესეთი რომ დახურულ სივრცეშია არ ვართ ამიზე დამოკიდებული, პლუს კიდევ ბატონი ზურაბის წყალი აგერ ბატონი გიას კოპროლიდებით მუშავდება, ფოთლოვანი კვება ეძლევა ნანომიცერალები და თვეში ვიღებთ 5-6 მოსავალს. თვეში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არის ქლოროფინებით სავსე, მიკრო და მაკრო ელემენტებით სავსე და ძალიან ბევრი დადებითი თვისება ხა ექიმები ჩემზე უკეთესად ახსნიან, ხა მე რომ არ გავისარჯო და ენა არ მოვიდე ხო ამ შემთხვევაში, უკეთესად წარმოაჩენენ აი ამ პროცესს. აი ეს რაც მე აღნიშნე, რომ არა მარტო რა არის შიგნით, არამედ მისი მეტაბოლიტები, რომელიც აი ეს უჯრედანა მე დღევანდელ დღეს ეს ხორბლის ჯეჯილის წვენს ყიდია, ხო სწორია? კი ბატონო. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ხორბლის წვენის ჯეჯილის გაყიდვისა და გითხარით, რომ აუცილებლად უნდა ლიოფილიზირება მოხდეს ამ ჯეჯილისა და ეს ფხვნილი მიეწოდოს ერთი ჩაის კოვზით ბავშვებს, რომ მივაწოდოთ ყველა ის მიკროელემენტები, ყველა ის უჯრედანა, რომელიც თურმე იწვევს ტერეგულატორული უჯრედებისა და ტელომერების, ეს არის სასწაული, ხალხო, ეს მილიარდების ზემოთ. ამიტომ თქვენი ყველაზე დიდი დამსახურება რომ მოიყვანეთ ორგანული, ნამდვილად ორგანული, ფაიზარი, ქართულად რო ვიწვით ხოლმე, ფაიზარი, ხორბლის უძველესი ქართული ჯიში, ეხლა მისი გამოყენება სად უფრო მეტი შედეგიანი იქნება. რა თქმა უნდა ფუნქციურ საკვებში. ამიტომ ჩვენი ამოსავლელი მომენტალvis ჯანმრთელობა, ციციული ადამიანის ჯანმრთელობა და სადუნავეძებობის 29 ელემენტი, რომელიც ადამიანის მომგზავრე განვითარებას სჭირდება ფოთოლში. მოდ რა თქმა უნდა ქიმიის გარეშე შეუწამლავი ბუნებრივი ფოთოლში, რომელიც ჩამოიკლება, გამოვიღებთ პიგმენტს, რომელიც საკმაოდ ძვირად გრებულია, ხო მართალია. შემდეგ დავაფუძმოძებთ ვიქცევ ჭიაყელას და მივიღებთ საბოლოო პროდუქტს. ხა თითოეულ ფოთოლში, ნებისმიერ ფოთოლში იმ 14 მიკროელემენტზე გაცილებით მეტი მიკროელემენტია. ჩვენი ხა მაგალითი ჰოგლანდის ხსნარზე გვაქვს. გაცილებით მეტი მიკროელემენტია, მათში გამორიცხულია ის ანტაგონიზმი, რაც ჰოგლანდის ხსნარშია, შეუთვისებობა. თან ამაში იქნება, რა თქმა უნდა, ის ჭიაყელის მიკროფლორა, რაც აუცილებელია მცენარის გზა განვითარებისთვის, ხელს უსწრებს შეთვისებაში და ვერმიპონიკაში იქნება იდეალური, ვერც ერთი ვერ გაგომტყუნებს იმაში, რომ რამე ამ მიკროელემენტების რაოდენობა ნაკლები იქნება, ან დაშხანული იქნება. სხვადასხვა სახეობის კოპროლიტების ფოთლების კოპროლიტებიდან წარმოებული ზუსტად იმის საშუალებას მოგცემს, რომ დავაბალანსოთ მიკროელემენტების რაოდენობა კუპაჟის შერევის სახით და გემონური თვისებების შეცვალოთ და მიკროელემენტების რაოდენობა. აბა იგას მოგვიყევით გემოზე. გემოზე ჩვენ ჩახვատարეთ და საოცარიც და მივიღეთ, შედეგი მივიღეთ, დავთესეთ ესე იგი აწონეთ განსაზღვრული რაოდენობის გრამობით ესე აწონი კოპროლიტი დავთესეთ 100 მარცვალი ხორბალი და ქერი. იყო ესე იგი სამი ვარიანტი იყო მუხისა და ვაზის კოპროლიტზე, მხოლოდ მუხის კოპროლიტზე და მუხის ვაზისა და ჟოლოს
ნარევი იყო ჟოლოს და მაყულის უпростоრად მუხისა და ვაზის კომპონენტების ნარევზე და შემდეგ მათში იყო შერეული მაყვალი და ჟოლო. განსხვავებული ძალიან განსხვავებული არომატები მივიდეთ სამგან მიღებულ პროდუქციაში. ვის რა მოეწონა? ქალებს უფრო მაყულის მოეწონათ, იმიტომ რომ მოგემოსი იყო და ჟოლო უფრო მძაფრი გემონიცა და რა თქმა უნდა ეს მიკროელემენტების გავლენით არის რაც მათში კომპონენტებში. ერთ-ერთი წინაპირობა ეს იქნება. ხოლოდ მუხა მხოლოდ მუხა უფრო მწარე იყო, მაგრამ აი ხორბლისის რო დავლით, წვენი საკმაოდ გმირი იყო ის წვენი. თქვით კიდეც რომ დავე შაქარი ხომხარა აქვს ნახევარი. მცირე კომენტარი. ბატონ კახა, თქვენ წინვალი სიტყვა მიეცით. დღევანდელ დღეს გვაქვს არნახულად მოუხნავი მინდორი, სადაც შეიძლება უამრავი კომპოზიციები გაკეთდეს და აი ამ კომპოზიციებით ლიცენზიები გაკეთდეს და ეს არის შეიძლება არ ვიცი თქვენ დიდხანს სიცოცხლე 20 წელი იმ კომპოზიციებს ვერ მორჩებია. ბატონო თენგიზ მე რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე შემიძლია ჩემ მეგობარია ძალიან მეგობარი სოფლის მინისტრი ხო და ეს ყველაფერი ერთად მოვაგროვო და მივიდეთ მაგრამ მე თავში ცოტა გამოსვლა იქედან იყო იმიტომ რომ იქედან არა ჩვენ და აი ეხლა უკვე ამათ ისაუბრეს ბატონ დავით თქვენ მიბრძანდით ბატონ მედია მიბრძანდით ჯაიკი მიბრძანდით ეს არის ბატონო მეცნიერთა კონგრესი ბატონო კახა ბატონო შალვა ბატონო დავით ბატონო მედია ბატონო ირაკლი მოგმართავს ეს არის მეცნიერთა კონგრესი სერიოზული შედეგები აქვს ამ ხალხს ჩვენ მუშაობთ არა იმ სერიოზული რამეები დაიდო უკვე ამათ ჭირდება მხარდაჭერა თუ რამე შეკითხვები გაქვთ თქვენ და ბატონ დავითს პირველ რიგში აგერდა ბატონი შალვა ჩქარობს და ბატონი კახაც ეხლა მე რაც შემეძლო შევკარებ დიდი გუნდი ეხლა განვითარება თქვენ უნდა მიცეთ მას მე ორი ძი წავიდოდი ბატონ თეორიულ პირველი აბათ მაინც დაგალაპარაკებ ჩვენ მეგობარს რომელიც არის სოფლის მინისტრია ეს ყველა ერთად თხოვდი რომ მიეღო და გვენახებინა ეს ყველაფერი მისთვის ის ალბათ დაიბარებს თავის სოფლის მეურნეობის სამმართველო არ თუ სხვა არ ვიცი ეხლა რამდენი მილიონი სამსახური აქვს და რომ საქართველოს შეგოყენებინა ეს ხალხი რომ აი ესეთი რამე ხდება ამ ქვეყანაში და ასეთი დიდი მეცნიერები ყავს თითქმის აი ამ სფეროში და ეს უნდა იცოდნენ მათ არ ვიცი იციან თუ არა მაგრამ ფიქრობ რომ უნდა იცოდნენ და თუ არა და გავაცნოთ ეს ერთი მეორე რაც შეეხება მე როგორც კი მე შემიძლია გავაგზავნო ურთიერთობა ამ მეცნიერებთან და როგორც კი მექნება რეალური ვთქვათ უკვე წერილობითი საბუთები თუ რაც იქნება მე მოუყარო ჩემს თავი და დავსვა და ბატონ თენგიზის ერთი ლექცია ამ თემებზე მოვასწრებინო და მე გაწყვეტილება მივიღოთ თუ რა გზას დავადგეთ დაფინანსების კუთხით. და ამაზეც ეგეც პრობლემა არ არის, ფინანსების პრობლემა არ არის, თუ საქმე არის, ყველა ვარიანტი გამოჩნდება. იმის საკუთარ ქართველებს კარგი ისაკუთრებით თუ თაფლი იქნება, თუ კარგი ბაღდა ტრანსკი მოვა და ეგეთი რამე არის. და ასე რომ ფიქრობ რომ ძალიან დიდი საქმე არის, ძალიან საერთოდ სამივე თემა ასე ხომ მოусვინე ეს იქნება ხორბალი, იქნება ფოთოლი თუ იქნება ღვინო და არა მარტო არის ძალიან დიდი საქმე. და ასე ბატონ თენგიზი აყალიბებს უდიდეს საქმე არის და ფიქრობ ამას უნდა უბრალოდ კარგი მენეჯერი, ერთად კარგად შეკვრა და დაწყება ამისი, ასე ვთქვათ, სერტიფიცირება იქნება, თუ ლიცენზირება იქნება, თუ სხვა რამ ჭირდება, ხომ მე არა ვარ ამის სპეციალისტი, ამიტომ არ ვიცი. თუმცა მე ვიცი რომ ორგანიზება შეიძლება ამის ყველაფერს და თუ ორგანიზება შეიძლება, ისე იგი საფუძველით შეიძლება. გავდავრდები რომ პრეზენტაცია თქვენთან გააკეთო. ჩემთან და ჯობია მინისტრთან ერთად, იმიტომ რომ ბატონო, იქ შეიძლება მოვიდეს ხო. ან იქ მოვიდეს, ან ჩვენ წავიდეთ მასთან, ეგრე პრობლემა არ აქვს. ხო, სწორედ ხო ბატონო გახამ რა, ეს მეცნიერების და განათლების და ბიზნესთან შეხვედრა იქნება თანამშრომლობა. იმიტომ რომ თქვენ რასაც აკეთებთ, ამის მონეტიზაცია იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი ამბავი. და ცოტა რთულია ხა რა სპეციალისტისთვის, მაგრამ ზნობ, აი ზნობა უბრალოდ რომ რაღაცა მართლა ისეთან შეიძლება გქონდეს შეხება, რომელსაც ახლა ჯერ ამ წუთასაც ვერ ვხედავდეთ. შერეკილები გაფრინდებიან. მის რაღაცა საბოლოო შედეგსაც ჩვენ ყოველ შემთხვევაში ხა არ დაგიმალებს თავიდან მართლა შერეკილები მეგონა ბატონ თემური მიხსნის, მაგრამ
ვერგებულობა არა ამის სპეციალისტები ვერ გავ, მაგრამ ის კი გავიგე რომ რაღაცა შერეკილების მაგვარი იქნება და ახლა გავფრინდები და ზუსტად ამით გამის გამოვედი დღეს აქ. რომ არა მართლაც კაია რომ მოვედი, იმიტომ რომ იმდენ რაღაცა დავჭირე ჩემთვისაც რომ აქ კლასი არ არის ხა რაღაცაც მე ფიქრობდი რომ აი მართლაც ფანტასტიკური და რაღაც ისეთი ღმერთის გამოგონილი ყველაფერს აკეთებით ხო. არ მარტო ღმერთი მესტერულია და ამას უკვე ყურადღება ჭირდება ყველა ვარიანტში. თან მოთხოვნილება საზოგადოების ბატონო და რაც შეეხება ბიომიმართულებას, ну ძალიან მარტივია, ხო, ყველა ადამიანებს გვაქვს shelf life, თქვა, ხო, და რაღაც 80-50 წელი და აბსოლუტურად ლოგიკური არის, ხო, ყოველგვარ მარკეტინგს თავიდანვე დავანებოთ, რაც უფრო ჯანსაღი იქნება შესაძლოა ორგანიზმში სამარტივი. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი სხვა შორის, ბევრი ხელუხლებელი ადგილებია საქართველოში, აი თქვენ რო თქვით მოუხნავი მინდვრები, ისეთი ადგილებია, ну, ბევრი სხვა ქვეყნებთან შეიძლება შედარებით და რეგიონშიც კი. სადაც პრაქტიკულად ქიმიკატები აი ნამყოფიც არაა. თუ არ ქონდათ მაგის პოლიტიკა თავისუფლად შეიტანოთ, რეგიონში. და ამიტომ აი ამ ფასადზე გვაქვს რამდენიმე ესეთი ადგილის გამოცდილება და მართლა არსებობს ეგეთები და ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო შეიძლება. კითხვა შეიძლება თქვენთან. ჩვენ ქონდა სპეციალური გადაცემა ბატონ თეიმურაძის საავტოროში. ბავშვებს დღევანდელ დღეს სოფლიო ჯანმრთელობის საბჭო ჯანმოს საპირისპიროდ გაიხსნა და იმ კომიტეტშიც მიმიწვიეს მე და მივეცი გაშლა რომ როდესაც მათ უშვებენ რომ აი აცრილებში COVID ვაქცინებით აცრილებში ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა და რესვერატროლით ისინი მკურნალობენ და მე ვთხარი თქვენ დალოცულებო ჩვენ წითელ ღვინოში არის რესვერატროლი ზუსტად ისეთი რაოდენობით რომ რესვერატროლი როგორც ეგენი აწვდიან ის მხოლოდ ალკოჰოლში უნდა გახსნა, მაინც უნდა გახსნა, იმიტომ რომ წყალში არ იხსნება, გამიგე. ბარემ აქ შეიძლება ბავშვებისთვისაც კი ჩამოვწიოთ სპეციალური ტექნოლოგიით, მაგას აგიწყობთ, აი ამ ხელებით აგიწყობთ, რომ უალკოჰოლო, რომელსაც თელი ეს უზარმაზარი მუსლიმური საფარო ხო უალკოჰოლო ღვინოს ასვავს და აი ის უალკოჰოლო ღვინო 1%-მდე უნდა იყოს, რომ რესვერატროლი გახსნილი იყოს და ბავშვებს მივცეთ აი ეს კუპაჟი და სეპაჟი მიკროელემენტების თელი ელექსირებითა და გაუფილტრავი ქვევრის ღვინო, იმიტომ რომ იქ არის აბსოლუტურად იშვიათად თუ ვინმე იცის ისა ღვინოში რომ თქვენ ქვევრის ღვინოში მე დაგიდგენთ მიკროერენემი 65 მიკროერენემია რომელთაც ვინმეს გაუგია და არის მიკროერენემი არავის არ გაუგია ბატონო კახა ეგ არის ჩემი სირცხვილი რომ მე ვერ აუხსენი საზოგადოებას რომ მიკროერენემები ეს არის თუ წინათ ფიქრობდნენ რომ ადამიანის ორგანიზმში და საერთოდ სადღაც მთელი ჩვენი გენომი აკოდირებს დაახლოებით 5% გენებისა აკოდირებს ცილებს დანარჩენი უწოდეს ნაგავი ჩემი ასპირანტურის დროსაც ეგაც მკითხეს და ეს მე ვთხოვი არ ვიცით მათი ფუნქცია თურმე აღამოჩნდა რომ ეს ყოფილა რაც ყოფილა ნაგავი კი ყოფილა ეს ღმერთი შექმნილი RNA-ის ის გენები ყოფილა რომელიც 75-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის RNA-ები რომელსაც არეგულირებენ ამ ცილის ასინთეზირებელ გენებს და შესაბამისად იმათ კიდე დანარჩენი სხვა ისეთი ფუნქციები მიეცათ ეს ყველაფერი ღვინოშია ხალხო RNA-ებია ღვინოში ისა 30000-მდე ფენოლურინაერთებია, რომელსაც ანტიოქსიდანტებია. ჩვენ ყიდით ბოთლებს რიცხვით. მე მიმართე ღვინის სამმართველოს უფროს, რომ რა მნიშვნელობა აქვს 8 მილიონ ბოთლს გაყიდი და $2.5 გაყიდი. მაგრამ როცა შეგვიძლია შედალოცილო, დააწერე ზედ ამ ღვინოზე, რა შეიცავს ის მიკროერენემებს, ეს რესვერატროლს, ეს სტრესილებს, რატომ? იმიტომ რომ სტალის უგზავნიან ხოლმე ღვინოს, როდესაც მაშინ კრიფავდნენ ყურძენს, როდესაც თვილი დააკრავდა. ის არის სტრესი. ის სტრესი ამაზე მომეცა მე სოფლიო აღმოჩენაში გავედი იმას და ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინო რომ რა არის ნატურალური ვაქცინები. ნატურალური ვაქცინების კომპოზიცია სწორედ ეს სტრესცილებია. და ამიტომ გამიხსნეს დასავლეთ გერმანიაში ინსტიტუტი რომ რა არის ეს სტრესცილები. ეს არის ჩუმი გენები, რომელიც მხოლოდ ესა სტრესის დროს ნაშვებია. სიცივის, სიცხის და იმის დროს და ესენი იცავენ იმას და იმათ ქონიათ 10000 ჯერ ჩვენი იმუნური დაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა.
აი ესაც არის ჩვენ ღვინოში ხალხო ნუ თუ ეს ყველაფერი ეს სტალინი ამას სვამდა სტალინმა არ იცოდა რომ ეს იყო მოწონებია ის ღვინო რომელსაც იცი და უსას უგზავნიდნენ სახელაურის უძალინებული ხო ესე იგი აი ის მაინც თვილი რო დააკრავდა ის ციცივე რო დააკრავდა მაშინ კრიფავდა და იმას აყენებდნენ ხოლმე ღვინოს შესაბამისად ჩვენ საქართველოს გვაქვს რომ ჩვენ ბოთლების რიცხვით კი არ უნდა იმას ვარ ბოთლების ხარისხით უნდა გავიდეთ იმიტომ რომ საფრანგეთშიაც მილიონერმა მიმიწვია როცა იქ პირველი პრიზი მომწეს 2006 წელს ფარმა ინდუსტრიის იმაში გავედი პირველ პრიზი და 55000 ევრო მომწეს და ის ერთი ბოთლი რაც მე გამიხსნა იმ მილიონერმა იმაზე მეტი იღირდა რაც მე პრიზი მომწეს იმიტომ რომ და რაღაცა ბაბლაბუდიანი რომელიღაც წელში იმასნეს და მე რო გავშინჯე ეს სახეზე შემეტყო რომ თრათ ისე და აბა რა მოგწონს ისე გაუკვირდა რომ დაენანა ამ ხელა ფული გადაიხადა და ვერ მასიამუნა ხო აი მე უთხარი ქვევს რომ მოხსნი იმას და იქ რო ციმციმებ და იმას რო ამოიღებ და იმას დალე მე უთხარი მაშინ ახალ მე უთხარი ქვევს რა არის ღვინის ნაღდი გემო ფაიზაღი გემო და იმას ისე დაინტერესდა რომ მე მართლა ჩამოვიდა და გაშინჯა აქ ისენი და გამესტახმა რომ ესეა ჩვენ გვაქვს საგანძურები ხალხო ეს არის გენიოსები ყავს გენიოსების ხრებზე დგავართ ჩვენ ვინც ეს შექმნა და ამას ვერ ვიყენებთ ხალხო უკაცრავად ძალიან დიდი შენაური ხო უდიდესი მადლობა ბატონ დავით 5 მინუტ თუ გუწუთი მადლობა რა ხომ ბატონ სალვადო სუპარვით ბატონ დავით ჩვენ დღეს მოусმინეთ ადამიანებს რომლებიც საქართველოს საგანძურს წარმოადგენენ ბატონი თენგიზი, ალბატონი მარიამი, ბატონი ზურავი და ასეთი ქართველები არ არიან ცოტა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის დარჩენილი უყურადღებოდ. აღმოჩენილი ათასწლეულების გამოცდილება, რაც დაგროვებულია იმის წინ წამოწევა და წარმოჩინება, ეს არის უზარმაზარი ეროვნული საქმე. ამიტომ მე მინდა მიმართო ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას, ბატონმა კახამ ბრძანა ახსენა სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომლის იმედი მეც გამაჩნია და ვთხოვო რომ ამ უმძიმესი პოლიტიკური რყევების ფონზე, რომელიც უკვე მესამე ათწლეულია საქართველოში მიმდინარეობს. შეიძლება დღეს დადგა კიდეც ის მომენტი, როცა თქვენ შეძლებთ მოიცალოთ იმ ყველაფრისთვის, ხელის შეწყობისთვის, რაც თქვენ დღეს აქ მოისმინეთ. ბატონო კახა, მინისტრის ორი სიტყვა ძალიან მომეწონა. ერთი შეეხებოდა ჯიშთა გამოცდის სამსახურების აღდგენას, რომელიც 10 წლის წინ მე გავაკეთე პეტრე ნასხედაშვილის სანამ გარდაიცვალებოდა მოვიწვიე და საქართველოში 25 ადგილას მოვაწყე ჯიშთა გამოცდის 3 წლიანი ეპოპეა და შემდეგ რაც წამოვედი ის გაანადგურეს. სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე მარტო ქალბატონი მარიამი ჯიშთა გამოცდებით ვერ გაძლევს დიდხანს ფინანსებს გულისხმობ თორე შეიძლება ენთუზიაზმი მას კიდევ აწლეულები ეყოს. ამიტომ ამ ადამიანის ეს განცხადება რომ დაინტერესებულია ჯიშთა გამოცდის აღდგენით ჩემთვის იმედის მომცემი გახდა. ეს რაც განაცხადა, რაც განახორციელა პრაქტიკულად მან პირველი ნაბიჯი გადადგა, კიდევ ერთი 10-20 ნაბიჯი გასაკეთებელი მე ვენახება მეღვინეობის კუთხით, მაგრამ პირველმა ნაბიჯმაც იმედი მომიტანა და რაც გულისხმობ ამაში. წელს რთველი ტარდება, ჩატარდა შეიძლება ითქვას და მთავრდება და ტარდება იმ პრინციპით, რომ საქართველოს მთავრობამ მოახდინა დიფერენციაცია ყურძნის ხარისხების და მიხედვით. ანუ მე გადავიხდი მეც უფრო კარგ ყურძენში, სახელმწიფო ჩავიბარე უფრო ძვირფასად და გადავიხდი ნაკლებს უფრო დაბალი ხარისხისაში. მარტო ეს მოქმედება უკვე მისასალმებელია. თუმცა ეს არის ერთი ნაბიჯი 50 რაც უნდა გააკეთონ იქიდან. ახლა მე ვაბარაგობ რომ ეს უბრალოდ იმედი მომეცა რაღაცაში ხო კაც იმედი უნდა გქონდეს რა. წარმოიდგინეთ რომ ვითომ და კეთილი სურვილები, ალბათ კეთილი სურვილებიც იყო იგივე 12-16 წლებში, როცა გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ რომ მოეხდინა სუბსიდირება მევენახეობისა. არსებობს პერიოდები, როცა რასაც აკეთებ კარგია, მაგრამ ერთი მეორეს გამეორებას, აი 5 წლის გარდა რომ გაიმეორებ იმას 25 წელიწადს, ის დარდი შემდეგ 20 წელიწადს უკვე დამანგრეველი ხდება და ჩვენ ახლა რა მივიღეთ, როგორი შედეგები მივიღეთ. იმდენად დაზიანებულია ვენახის
გაშენების ადგილის ნიადაგები იმდენადაა დაზიანებული, რომ წლები ჭირდება, რომ ის გამოაჯანსაღო და გამოაჯანმრთელო. ისე რომ ჯერ ერთი არ შეიტანო ის რაც შეაქვთ ახლა, რაც ბრძანა ბატონმა თენგიზმა ის ნივთიერებები რაც იქ შედის. მისთვის შედის ეს ნივთიერებები? იმიტომ რომ კაცი ისევ ლარს რო იღებს 15 წელს რო იღებდა. როცა მაშინ ყველაფრის ფასი ორჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღეს არის, ხო? მე ვენახებაში რომ შენ ინვესტიცია გააკეთო, ორჯერ გაძვირებულია რომ შეედარო 12 წლის წინანდელს, 10 წლის წინანდელს. და ამ ლარს ეს ადამიანი იღებდა ამ პერიოდის განმავლობაში. გამოსავალი არჩებოდა, რომ ნაცვლად ჰექტარზე 7 ტონისა, 10 ტონისა ასულიყო 20-25 ტონაზე და ეს 20-25 ტონა ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე საღვინეც აღარ ვარგა. არათუ საღვინეც აღარ ვარგა ეს ურძელი. იმისგან სპედის გაკეთებასაც გეკარგება, წარმოიდგინეთ რა. აღარ სპედი აღარ გამოდის რა. ესე იგი ტყუილა მოყავთ ეს ყველაფერი, სახელმწიფო ტყუილა იხდის 50 მილიონიდან 100 მილიონამდე ყოველ წელს სუბსიდიაში ფულს, რომ მოვიდეს უვარგისი ყურძენი როგორც ღვინისთვის, ასევე სპირტისთვის რა. და ეს პირველი ნაბიჯი ხო რაც მინისტრმა გადადგა, ამას ახლა გამბედაობა ჭირდება, როგორ არ ჭირდება რა, რომ უცებ დაიწყო, შენი მოსვლისთანავე რამოდენიმე თვეში დაიწყო პრაქტიკულად რეფორმა. მაგრამ მე არ მაქვს იმედი, პირდაპირ გეტყვით ამას, რომ ამას სისტემური ხასიათი მიეცემა. ერთი ნაბიჯი გვეჩვენება, რომ კარგია, ის მერე გავადრო და ყველაფერი ფუჭდება ამ ქვეყანაში, როგორც ფუჭდება ხოლმე. ამიტომ, რაც თქვენ ბრძანეთ, მასთან შეხვედრის ორგანიზება, ბატონი თენგიზის წარდგინება, ქალბატონი მარიამის, ბატონ თემურზე აღარ ვლაპარაკობ, ეს კაცი საოცრებას ახდა საქართველოში რა. ტელევიზია, მეცნიერთა კონგრესი და ადამიანების შეკრება, ესეთ რამე არ ხდება არსად რა. ამ ქვეყანაში წარმოვიდგინეთ რა. ამიტომ აი ამას თუ თქვენ შეძლებთ და ამ შეხვედრას მოაწყობთ. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დაიწყოს ხელისუფლებასთან და თუნდაც მინისტრთან საუბარი, რომ ჩვენი ქართული მთავრობები გამოვიდნენ მოკლევადიანი აზროვნების რეჟიმიდან. იმიტომ რომ ამათ ომი აქვთ აპრილში, შემდეგ ივლისში აქვთ ომი, მერე ნოემბერში აქვთ ომი, ხან deep state-ია, ხან რა არის აღარც კაცმა, ვინ თავს გვესხმის ხო წარმოდგენა აყალაკო და დაიწყო მათ ფიქრი, ჯერ 1 წლიანი აზროვნება დაიწყო, შემდეგ 3 წლიანი აზროვნება, შემდეგ 10 წლიანი აზროვნება და დამერწმუნეთ რომ 10 წელიწადში, რასაც ქალბატონი მარიამი აკეთებს, ბატონი ზურაბი აკეთებს და აღარ ვამბობ ამ საოცარ მოვლენაზე, სოფლიო მასშტაბის მეცნიერია, ბატონი თენგიზი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს და ასეთი ენერგიულია, ხო, ბევრ ახალგაზრდას ვაჯობებს თავისი ენერგიულობით და ცოდნით, ხო? რომ 10 წელიწადში მართლაც იმ შედეგებს მიიღებს, რასაც ბატონი თენგიზი ბრძანებს რა. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება თქვენთანაც, მე ვიცი, რამდენად დიდ საქმეს აკეთებთ თქვენი საკუთარი ძალებით, აი ბოლო 30 წელია, ბატონო გახახლა თქვენ მოგმართავთ რა. ურთიერთობა გაიხსნას მინისტრთან და შემდეგ უკვე მასზე თქვენი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე გადასვლა და გადაყვანა საშუალოვადიან რეჟიმზე მაინც აზროვნებისა. სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანას არ გააჩნია მომავალი. ბავშვები ბევრნი ახლა რაც ბრძანეთ რა, კვებითი ღირებულების უქონიალ საქმებს რო ვაძლევთ, ხასო? მე ეს ადამიანები და ჩვენი პატარები აღარ არიან, მათი გონება ვეღარ ძლევს იმ სკოლის წიგნებში ჩადებულ მცირე სოდნასაც კი, რომელსაც ჩვენ მესამე კლასში უკვე ვსწავლობდით, ახლა რომ ერთ კლასის ბავშვს ასწავლია, წარმოიდგინეთ რა. ამიტომ ჩვენ ბიოლოგიურად სუსტდებით და ერე ვთავდებით რა, აღარ ვლაპარაკობ იმ პრობლემაზე, რომელიც ბატონმა თემურმა ახლა მხოლოდ მის ტელევიზიით შეიძლება რომ გაჟღერდეს, ახლა აღარ გავაგზავნებ ამ თემას. ასე რომ იმედი მაქვს ბატონ თემურ, მე დღევანდელი შეკრების იმ გაგებით რომ საოცარი ქართველი ადამიანები, 4 ადამიანი აქვს დღეს წარმოდგენილი, მოახერხებს რომ უკვე საქართველოს მთავრობა დაინტერესოს რომ მოკლევადიანი აზროვნება გადავიდეს უკვე გრძელვადიან აზროვნებაში და ამის მცირეოდენი იმედები მე გამიჩნდა. მეც ამაქვს ამის იმედი და ბატონო გახა თქვენ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია 2013 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიზინა ივანიშვილმა მოაწერა ხელი 198 დადგენილებას ბიოწარმოების შესახებ თაროზეა მტვერიედება 1 2016 წელში ინდოეთის მილიარდ ნახევრიან ქვეყნის სიკიმის შტატმა 100%-იან ორგანულს მიაღწია და 2018-ში FAO-ს ოსკარი მიიღო ამ გარღვევისათვის სოფლიოში პირველი გახდა სოფლიოში ეს ინდოეთიდან 8 კიდე შტატი გადადის იმაში დალოცვილებო და 350%-ით გაიზარდა ფაიზაღი უსაფრთხო საკვების მსურველებისა ისეთი ჩამო მართლა ფულიანი ხალხი ჩავიდა იქ რომ ეჭამათ ის ორგანული საკვები და ისენი მეორე მესამე რაც თავარია დღევანდელ დღეს გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები რომელიც იყო აბსოლუტურად დამალული ამერიკაში და ამ მასალებს ყველაფერს დაგიწყობს მაგიდაზე და მინისტრს დაუდებს და მოუმზადებთ იმ ყველაფერს რომ
რობერტ კენედი გამოდის და თეთრ სახლში აქვს მოხსენება, რომ 4 ტრილიონი უჯდება ამერიკას ქრონიკული დაავადებების კურნალობაში ხარჯები, აქედან 10 ქრონიკული დაავადებიდან 7 არის საკვებით გამოწვეული, შესაბამისად თქვა, რომ ultraprocessებული საკვები, ეს სინთეტიკური დამატკბობლები, სინთეტიკური პიგმენტები, ისინი სულ ყველა დაიწყო უკვე ამისი, მაგრამ ისეთი ზანზარი მიდის ამერიკაში, რომ Walmart-მაც კი Walmart-ი, რომელიც არის უზარმაზარი კოლოსი, ეხლა ხან მხარში ამოუდგა მაჰას და გაიზიარა, რომ აი მე ამოვიღებ ამ სინთეტიკურ შედალოცილო სადიყავი აქამდე, რატო დაღუპე ამდენი ბავშვები სინთეტიკური დამატკობლები და იმეებით, ხო იცოდი, ხო ამაზე უამრავი მეცნიერები ლაპარაკობდნენ, არა იმაზე. ისე რომ აი ყველა გამოგადგებათ, იმიტომ რომ მიმართულება არის კვებითი ღირებულების აღდგენაზე. აი ეგ არის უღმესი მადლობა თქვენი ამ სწორი. მეც დიდი მადლობა დოქტორ მესუდაკტოვ სამწუხაროდ. მაგრამ მე გვინდებით რომ ორი რამეს რა, პირველი რომ ძალიან მალე მოვაწყობ ამ შეხვედრას და მინდა რომ ყველა ის დღეს ავართ რომ მივიდეთ პირსა და დაუსაბუთოთ და ეს დავუხატოთ და ვუთხრათ რომ აი ეს ამის გაკეთება შეიძლება და გვინდა მისი სამართლოების რა დეპარტამენტის გარდაჭერა რომ ეს არ დაჩეს მარტო ბიჭები და მარიამის მაღაზია. ეს არის უცხირალესი წინადადება, რომ თქვენ ერთი რამ აი აქ რაც ჩვენ მაშინ გთხოვეთ, რომ არის რამდენიმე უნივერსიტეტის ჩათვლის საშუალება ამის. თქვენს კოლეგებს თქვენ იცნობთ მათ და ბატონ თენგის აქვს ამის კი ბატონო მე ჩემ ნაწილს მე გააკეთე. თქვენ ნაწილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვარ ის პიროვნება, რომელმაც იცის თქვენი პოტენციალი და იცის რას ნიშნავს ეს უნივერსიტეტების საბჭო. და როდესაც ასეთი პიროვნება თქვენ ხართ, ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ქართული საქმისთვის. და ამიტომ ამაზე არ მოგეშვებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მადლობა რომ დღეს აქ ხართ და კიდევ ერთხელ სასიამოვნოა ეს. ბატონ იმას ვთხოვეთ, ბატონ ზურაბს ამ ჩვენ გვებძვით ასუქებს. იღავთ თქვენ. არა, ჩვენ უნდა ხალხს ბოლო ნაწილი უნდა იყოს რომ ეს ქიმიკატები არის უბედურება და უნდა როგორ დადის ამ ჯოხებზე? როგორ დადის ამ ჯოხებზე? სართულია. აი მოვა, მიდიოდა. დავდაბათ, როგორ დავდაბათ? არა მიშავს ვამბობ. ძალიან მიხარია თქვენი სმენა. ეხლა 46 წელია ცოლი მყავს ბიოქიმიკოსი, მაგრამ რა ვიცი, ამ 46 წლის მანძილზე ისეთი ურთიერთობა ჩამოგვეყალიბდა, რომ მისი ლექციების მოსასმენად არ ვერ მოვიცადე, ასე. მე ბიოქიმიაში ძალიან აბსოლუტურად უბიცი ვარ, მაგრამ აი რაშიც შემიძლია უფრო კომპეტენტური ვიყო, აი თქვენ და ტექტონიკური ზრაო ამერიკაშიო ის რობერტ კენედის რაღაც რეფორმები რო აკრძალა რაღაცა პრეპარატები. მაგას ქვია სახელი მაგ ტიპის საქმიანობას ქვია პოლიტიკა, ხო? ესე იგი და ამ ქვეყანაში პოლიტიკა არ არის, ესე იგი ამ ქვეყანაში პოლიტიკა გონიათ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, როგორც თქვენ ბრძანეთ, აი ეს კინკლაობა, ეს რაღაცა და არ ვიცი ახლა აქ გამოითქვა იმედები რომ აი მე არ ვიცი ვინ არის ახლა სოფლის მეურნეობის მინისტრი ისე ხშირად ცვლიან რომ არ გვარებს ვერ ვიმახსოვრებ და შეიძლება დამგუგლო და ძალიან კარგი ადამიანია კი ბატონო ახლა მე აი სხვა მთავრობებს რო არ გადავწვდე რა 2012 წლიდან 13 წელი შესრულდა ხო მე 14 დაიწყო და ბევრი კარგი ადამიანი მახსოვს აი ამ ქართული ოცნების სხვადასხვა მთავრობებში, მაგრამ აი ხა რასაც თქვენ ბრძანებთ რომ გძელვადიანი დაგეგმვა და ის
ჯოგძელვადიანად არტოვებენ და ერთ-ერთ საჭირო მოხდა სხვანიშნავად რომ რა დაგეგმოს იმან როდს დაგეგმოს მე ის მისი დაგეგმილი იღლება ბატონი დავით სონგულაშვილი არის ეხანდელი სოფლის მეურნეობის ეს კახეთის გუბერნატორი რო იყო მისი ვაჟი ხო კი ბატონო დავით სონგულაშვილია სოციალისტია ძალიან კარგი პიროვნება და შეხვედრის დიდი იმედები გვაქვს ბატონო ძალიან გამახსენდა სხვათა შორის ახლა გამახსენდა რომ ტელევიზორში ნანახი მყავდა და ხო ოღონდ აი ეგ არის რა რომ პოლიტიკა რასაც ქვია პოლიტიკას ჩვენთან მაგ ტერმინს ცოტა სხვა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ძირითადად როგორც პირადი პრობლემების მოგვარება და რაღაც კარიერიზმი არის ასე ვთქვათ მაგ ტერმინის ქვეშ გაგებული. ამ დროს პოლიტიკა არის ქვეყნის მართვა. ანუ აი როგორც ახლა ვთქვათ ბიოქიმიაში არის რაღაცა კანონზომიერებები, იქაც არის რაღაცა წესები, არის პოლიტიკები, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლოა, არის პოლიტიკები, რომლებიც ქვეყნისთვის საზიანოა, არის აი აქ ითქვა, აღარ მახსოვს ვინ თქვა, რომ ისო თქვენ ბრძანეთ, მგონი რომ ისო რაც შესყიდვის ფასიო რო არ იცვლებაო და ხო ესე იგი რაღაცა სახის პოლიტიკა შეიძლება გარკვეულ პერიოდში სასარგებლო იყოს მერე შესაძლებელი გახდეს ხო ანუ არა მარტო გრძელვადიან დაგეგმვაზე უნდა იყოს ლაპარაკი ზოგადად არამედ დინამიური ხალხი უნდა იყოს რომელიც ხელმძღვანელობს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებით და არა საკუთარი კარიერის ან საკუთარი ჯიბის კომუნიკაციის პრობლემა ხო და აი ეს რომ ესე იგი აი ადამიანი წარმოიდგინეთ რომ ცდილობდეს საუკეთესოს გაკეთებას და თანაც საკმარისად დინამიური ხასიათი ქონდეს იმისთვის რომ ეს საუკეთესო რომ იცვლება მე იმ ცვლასაც მიყვებოდეს რომ აი დღეს ესეა კარგი კოალიცია იქნება ზეგ ისე იქნება ეხლა ეგ რა არის იცით მე აი თქვენ რასაც ყვებით მიუხედავად იმისა რომ არაფერი არ მესმის მაგრამ სერიოზული ხალხი ხართ და ჯერა ამისი უბრალოდ რწმენა მაქვს მაგრამ აი ეს რასაც მე ვამბობ მაგისი ნამდვილად არ ამჯერა რომ როდის მოხდება ამ ქვეყანაში ის რომ პოლიტიკა მართლა პოლიტიკად იქცეს და არ იყოს რაღაც პირადი პრობლემების მოგვარების გზად არ რჩებოდეს აი არ ვიცი მე თუ 70 წლის კაცი ვარ ეროვნული მოძრაობის ვეტერანი და 35 წელია მაგას ველოდები არა მარტო ველოდები პირადადაც რაც შემიძლია ვცდილობ აგერ ჩვენი ბატონი თემური რა ესეთი არ ვიცი მე პერპეტუუმ მობილეს ეძახი მაგას აბსოლუტურად ისეთი კაცია მე გაჩერება არ გამიგია მე მაგისი და ხო მაგრამ აი შედეგი ძალიან მცირეთ იმიტომ რომ ეს ყველაფერი რჩება ხმათ მღაღადებლისა უდაბნოსა შინა და რა ვიცი ესე იგი მე მგონია რომ მაინც თევზიო თავიდან უპებაო და პოლიტიკა არის გადამწყვეტი. როცა პოლიტიკა არის ქვეყანაში მოწესრიგებული, ყველაფერი დანარჩენი წესრიგდება, იმიტომ რომ თქვენისთან ადამიანები, ასე ვთქვათ, არიან მაშინ მოთხოვნადი, ხო? როცა პოლიტიკა იმ დონეზეა, რა დონეზეც დღეს ავართ ჩვენ, ნუ იქ არაფერი არ ხდება, იმიტომ არა, ხდება აი ესე ინდივიდუალური ენთუზიაზმის დონეზე და ვთქვათ აი კახასნაირი ადამიანების თემურის და აი მონდომებული ხალხის დონეზე, მაგრამ სახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ ხელმძღვანელობა ამას აქვს ნოლი. ხო, ეხლა მე არ გეგონოთ რომ რაღაცა სკეპტიციზმით ვლაპარაკობდი ამას. არა, მე თემურისი არ იყოს, მეც გაუტეხელი ხასიათის კაცი ვარ და ყველაფრის მიუხედავად ჩვენ უნდა ვეცადოთ. თქვენი უნდა აკეთოთ და ვინც თქვათ პოლიტიკოსობის პრეტენზია გვაქვს, ალბათ ის უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესებზე ზემოქმედება მოვახდინოთ. ან ესე იგი იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც არიან დღეს აღჭურვილი რაღაცა უფლებებით, ან მაგ ადამიანების შეცვლით, თუ მაშინ ეგენი არ ვარ გიგან რა. აი რაღაც ასე წარმომიდგენია. უნდა ვაკეთოთ მაქსიმუმი ამისთვის. მე ხა სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რასაც თქვენ საუბრობთ, ეს რო არის ხო გეუბნებით მე არა ვარ მაგ სფეროში აბსოლუტურად არანაირად კომპეტენტური, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ასე ვთქვათ, რომ რამდენად სასარგებლოა ის ყველაფერი, რასაც თქვენ მე მომიცით მცირე კომენტარი შემოვიფარგლო თქვენს გამოთქმულებაზე. პირველი და უმთავრესი მე გამოვაცხადე, რომ ვარ ყველას ბაბუა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი სიცოცხლის აი ეს ბოლო წლები, რაც დამჭა მე, მეთოდ ის შემაძლებინა, რომ ის ნახევარი მაინც გამაკეთებინა, ის რაც მე ევროპაში გავაკეთე და ავაწყე,
იქ 1 მილიგრამი 700 евро ღირს გერმანია ყიდის, რაც იქავაწყი გერმანიაში. აქ მე ამაწყობინა ნეტა ხარში ამოუდგე ამ გენიალურ ახალგაზრდებს, რომელსაც აქვთ უნიკალური ინოვაციები და ჩემი თავარი ის იყო, რომ მისი ინოვაცია იაპონიის პრიზზე წარმოადგინე, აუცილებლად მის ფუნქციურ საკითხს ეხლა კიდე წარმოადგენ იმაზე და აი ამ კუთხიდან მე მინდა მივიზიდო საუნგარეთის ცოტა ისეთი რაღაც მოაზროვნე უკვე მოგივიდა საუდის არაბეთიდან ინტუიტივე რომ ნანომიწერებზე მეორე დღეს რომ ზათავართო მე მიხდის რა ისინი თუ იტყვიან რომ კარგად ავართ ინტუიტივე აქ იქნებიან რომ ვა იქ ხდება რაღაც ინტერესი და ამიტომ არის რომ ჩვენ რაღაცა უნდა ვეძებოთ გამოსავალი რატომ იმიტომ რომ ეს იქნება კოშმარი ჩვენი ერისთვის რომ იქ დაწუნებული ის სინთეტიკური პიგმენტები, სინთეტიკური დამატკოვრები აქ შემოვიდეს. იმიტომ რომ ისინი ხوار გადაყრიან ნაგავში. ხო ფაქტია რომ სადღაც უნდა გაასაღო, ხო? და ეგ იქნება ჩვენი უბედურება. რომ ჩვენ იმეებზე შემოვიდეს ის ეს ყველა იქ დაწუნებული ისინი, იმიტომ რომ ეს იქნება ერის განადგურება, იმიტომ რომ მომავალი ერს ბავშვებს აღარ ექნება. იქ თუ 1-31-ია უკვე აუტისტია რა, აქ ჩვენ ხო არ ვიცით, ჩვენთან ხო ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და უამრავი კიდე სხვა ისინი. შესაბამისად, აქ უნდა ყველა ფეხზე დავდგეთ, იცი რომ აქ უკვე ერის გადარჩენაზე. უმრესი მადლობა ამ ხარდგომისთვის და სურვილისთვის და ჩვენ არა ორი აზრი არა თანაც მომგებიანია ესე იგი თვითდაფინანსებადი სამუშაო ადგილები შეიქმნება ესე იგი მოთხოვნადი ისინი პროდუქტები იწარმოება მაგაში ერთგვარება ბატონო თეგის თქვენ რომ ვიღაცამ გითხრას რომ აი ეს არის სინთეტიკური პიგმენტებით მომზადებული და ეს არის ნატურალური რომელს აირჩევს ხო ფაქტია რომ ჩვენი ერი ყველა რაღაც მოაზროვნე ნატურალური პიგმენტებით მომზადებული იმას აირჩევს ორი აზრი არ არის ბოდიში ვიხდი და აი განსაკუთრებით ეს ბოლოს რაც აბზანეთ ეს მომგებიანი არის და აი 70 წლის კაცი ვარ და ახალს არ გადავყრივარ ცხოვრებაში ნუ ნახევარზე მეტი ჩემი ცხოვრების გავატარე პოლიტიკაში და პოლიტიკის ახლო ასე ვთქვათ საქმიანობაში რაც ითხოვს თავისთავად ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობას აი ვოცნებობ რომ ისეთი ადამიანები შემხვდნენ რომლებსაც მე არ ვამბობ ალტრუისტები და სხვაზე მზრუნველები. აი საკუთარი ინტერესი რომ სწორად ესმით, ეგეთი ადამიანები ძალიან ცოტაა სამწუხაროდ. ესე იგი, აი ზოგჯერ იტყვიან ხო, აი უწესო კაცია. აი იდიოტი ნუ იქნება და თუნდაც უწესოს შეიძლება დავარწმუნო რომ მისთვისაც კარგია. ხო? აი მაგრამ სამწუხაროდ იდიოტები არიან ძალიან ბევრი, რომლებსაც აი თვითონ რომ მისთვის რომ კარგია, აი ეს რო არ ესმის, აი ისეთ ადამიანთან პრაქტიკულად შეუძლებელია უკვე ურთიერთობა. ამიტომ თქვენ ყველა ფერს რო თავი დავანებოთ, არა პრაქტიკული შედეგი რო არც იყოს, თქვენი საქმიანობით აი ამას მაინც აღწევთ რომ კულტურა იზრდება ხალხში. წერაკითხვის უსოდინარობი რო იყო, აი რო დაიწყეს გენიოსებმა. ხო, აი ზუსტად ეგრე ხართ თქვენ. ბატონ თემურაზი ჩაუდგა ამასათავე. ზუსტი ან ის არის ანალოგია, აი როგორც ანბანი რო შეიქმნა და ხალხმა ისწავლა რომ თავის ნააზრევი გადაიტანოს რაღაც დააფიქსიროს, აი თქვენც ესე ამ ცოდნას დღეს მინიმუმ აფიქსირებთ. და თუ ახლა რეალიზაცია და პრაქტიკაში დანერგვა მოხდება, მაგას რა ეს არის food for life. ხო, ეს გასაგებია, მაგრამ ნუ ეს თუ ცხოვრების საკვები სიცოცხლეა, მაგრამ ამას ჩვენი საზოგადოება ნაკლებად იცნობს და აი თქვენისთან ხალხი უკვე აქს წევს, აი ამ ჩვენს დალოცულ ქვეყანაში ამ კულტურას წევს მაღლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ადამიანებმა საკუთარი ინტერესი სწორად გააცნობიერეს იმ ადამიანებთან ყველაფერზე შეიძლება მერე ლაპარაკი და იგივე პოლიტიკური საკითხებიც უფრო ადვილად გადაწყდება იმიტომ რომ იმათ რა ქვია 5 კილო კარტოფილად თავის ხმას არ გაყიდიან ხო ეცოდინებათ რომ ის ხმა ბევრად ძვირია ვიდრე 5 და თუნდაც 500 კილო კარტოფილი არა თუნდაც თქვენი მეთოდებით მოყვანილი კარტოფილი რო იყოს, მაგრამ მაინც არ აღირს ხმა. მომავალი ქვეყნისა არ აღირს მაგათ. კარგი გაგრძელება მიეცა ბატონო ზურაბ, მინდა თქვენი მე მგონია
ხელი მხრიდან რა შემეძლო სოფლის მეურნეობაში ასეულ პრობლემებზე იმოსი მეურნე რო აქ იყოს შეიძლება რაღაცა ვაჩვენებ ამ გადაცემას და რაღაცა მირჩიოს რა თქმა უნდა აჩვენოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა აჩვენოთ ეხლა სკოლაშია და დირექტორის ჩვენ ეხლა საუბრობთ იგივე პოლიტიკოსებზეც ვისაუბრეთ და აღსანიშნავია ერთი ფაქტი რომ აი ბოლო 35 წლის მანძილზე კომუნიკაციის პრობლემა არის და თან საქართველოში ისეთი ფონი შეიქმნა თითქოს საქართველოში არ არსებობს სამეცნიერო ინტელექტუალური პოტენციალი და ყველაფერზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული ან დასავლეთზე ან აღმოსავლეთზე ან სხვისი ჩვენ გვირჩევნია და ჩვენსას არ ვაქცევთ ყურადღებას და აი ეს კომუნიკაციის პრობლემა რო არის მთავრობასა და იგივე მეცნიერებს შორის აი ეს უნდა მოისპოს და უნდა გარკვეული მექანიზმები ჩამოყალიბდეს იგივე გარკვეული კომისია შეიძლება შეიქმნას იგივე მთავრობაში რომელიც დაიწყებს აი როგორც ბატონო თემურმა მოგზებნა აი მოძებნის იდეა სწორედ ეგ არის ეს ხო და ეს მთავრობის ინიციატივა უნდა იყოს თვითონ რომ თვითონ უნდა ეძებდნენ ესეთ ადამიანებს და ესეთ თემებს საერთოდ იმიტომ რომ აი დღეს მაგალითად რაც ჩვენ ვისაუბრეთ ამ პესტიციდებზე და ვსაუბრობთ 1030-ზე მეტი პესტიციდია რეგისტრირებული მარტო საქართველოში საშუალო მაჩვენებელი ადრესს მithქვია ეხლაც გავიმეორებ სოფლიო მასშტაბით 2.2 კილოგრამია პესტიციდების მოხმარების ჰექტარზე წლიური და ჩვენთან 10 კილოგრამიდან იწყება 20 კილოგრამამდე არის იგივე ვაზზე ხორბალზე ვაშზე, ატამზე და ასე შემდეგ. ის პესტიციდები, რითიც მაგალითად იშხამება საქართველოში ყურძენი, ჩვენ იქიდან ვიღებთ არა ღვინოს, არამედ ვიღებთ დაშხამულ, დასპირტულ სითხეს, რომელიც შემდეგ აისახება ჩვენ ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე არის უამრავი ქრონიკული და უამრავი ეს რთული დაავადებები არა მარტო ღვინიდან, არამედ სხვა პროდუქტებიდან, იმიტომ რომ ყველაფერი იშხამება და სოფლებში პირდაპირ გახსნილი არის ეს მწვანედ შეღებილი მაღაზიები, რომლებსაც ზემოდან აწერია შხამ ქიმიკატები, რომლებიც ჩვენ სუფრაზე ხვდება საბოლოო ჯამში, რომელთა ჩვენ ყოველდღიურად ვიყვებებით. კი ბატონო. ხო და ეს ყველაფერი უნდა აიგზავნოს ჩემი აზრით. სრულიად უკონტროლოა, ასეთი უკონტროლოც არის და მე იმ 2.2 კილოგრამსაც არ მივესალმები, რაც სოფლიო საშუალო მაჩვენებელი არის და ესეც მოსასწორია ბატონო თენგიზმა. კი, ჩვენთან 10-ჯერ და 20-ჯერ მეტია და ბატონო თენგიზმა ახსენა ინდოეთის სიკიმის შტატი, სადაც აგრძალეს, ერთ დღეში აგრძალეს ეს პესტიციდები და ნუ იქ რა ცვლილებები მოხდა. სიკიმის შტატი ძალიან პატარაა, რო ვიცი. სხვათა შორის არაერთი შტატი გადადის კიდე. კი. საქართველოს ერთი რეგიონზე პატარაა, სულ კი ბატონო, არა აქვს მნიშვნელობა. კი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თავარია რომ აგრძალეს. თავარია რომ აგრძალეს და თუ შედგება ესეთი კომუნიკაციები, რაც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობასთან, კარგი იქნება, იმიტომ რომ ინფორმაციას მაინც მივიტანთ და შემდეგ ისინი განახორციელებენ თუ არ განახორციელებენ, მათი საქმე. თავარია რომ აი ეს კომუნიკაციის ბარიერი რაც არის, ეს მოისპოს. მე გამოვეხმაურები ბატონი ირაკლის სიტყვას, მას სწორად ბრძანა რომ ადამიანები ნიშნებიან და მე როდის იხსნებიან, უკვე ათვალს აღარ აქვს, ხო, ჩვენ მოსახლეობას. ამიტომ განხორციელებისთვის გარდა იმისა, რომ ნახავენ, მოგისმენენ და მოეწონებათ, უნდა არსებობდეს მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი უნდა ჩაიდოს ბიუჯეტში, ოღონდ არა ერთი წლით, არამედ 5 წლიან ბიუჯეტში. საქართველოს ჯერ მას არ არიან განვითარებულები, მაგრამ 3 წლიანზე შეიძლება უკვე ლაპარაკი. იმიტომ რომ მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს ვინ იქნება მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი, ან რომელი პარტია გაიმარჯვებს თუ არ გაიმარჯვებს. ბიუჯეტში ჩაბეტონებული პროგრამა, პროექტი 3 წლიანი, რომელიც უკან გამოთხოვის უფლება არ ექნებათ, ასეთ გრძელვადიან ეროვნული საქმეების დაფინანსებას გულისხმობ, ამ შემთხვევაში უკვე ახსოვლებას მოყვება ამასთან. ამას ახლა მე გირჩევთ მოგაგებით რომ მე მიმუშავია ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ვიყავი და რავი, საგადასახადოს ხელმძღვანელიც ვიყავი და ეროვნულ ბანკშიც ვიყავი და სადაღარ ვიყავი, კიდე ყველგან ვიყავი, მე ვიცი, სადაღარ არის. ჯანდაცვის მინისტრი იყო წინა ხო გახსოვთ, გამოვიდა და იზახდა 7 მილიარდი დაუხარჯეთო კურნალობაზეო. იქიდან 2 დაიხარჯათ პრევენციაზე და სოფლის მეურნეობის გაჯანსაღებაზე და აი ეს არის კიდევ მთავარი რომ ის ხარჯები, ანუ ამის წარდგენა როგორ უნდა მოხდეს, არა მარტო ფრაგმენტებისა, რომელიც თქვა თქვენ გაახმოვანოთ, ხო? უნდა იყოს სრული სურათი წარდგენილი, რომ თქვენი ხარჯი დღეს 7 მილიარდია, რომლის ხარჯვის
საშუალებად არ გექნება თუ თქვენ ჯანმრთელობაზე იზრუნებთ ბავშვებისაც. ეს იყო სრული პროგრამა. შეხვედრა, მე ბევრი შეხვედრები მინახია. მე მინახია სტრატეგიები საქართველოში დაწერილია 1 მილიონი ცალი სტრატეგია ყველა სამინისტროში. არც ეს სტრატეგია საზრი არ გააჩნია. არც კითხულობენ, არც აუკითხიათ, დაიწერება რომ ვიღაცას დაანახონ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც მთავრობას არ აინტერესებს. ჩვენთან არ აქვს გრძელვადიანი აზროვნება. წარმოიდგინე, არ აქვს ჩვენ მთავრობას უკვე 30 წელიწადია როგორ უნდა მართოს სახელმწიფო რა. და ჩვენ ყოველთვის უკან და უკან მივდივართ. გონია რომ წინ მივდივართ, არა და უკან მივდივართ საბოლოო ჯამში. ამიტომ როდესაც შეხვდებით ბატონ თენგის, ამას უნდა კონდეს ორგანიზებული ფორმას, მარტო ინფორმაციის მიწოდებით კი არა რომ მოეწონოთ. არა, არამედ უნდა დავალდებულდნენ რომ თქვენ მინიმუმ 3 წლიანი ბიუჯეტი უნდა გააკეთოთ. რომ ამაში დახარჯოთ, ხა შეიძლება ბიუჯეტი არ გააკეთოთ და არ მიუტანოთ, ხო, მაგრამ თუ კი ამას უკვე მოინდომებენ, რომ კი ბატონო, წარმოადგენთ პროგრამა, მაშინ გაიწერება უკვე რა ხარჯებია ყოველ წელიწადს და რა შედეგები იქნება 5 წლის შემდეგ. აი ესე უნდა იყოს. მე ხლა საუბრობ იმაზე, რაც მე გამივლია და მიმუშავია. აი როგორ უნდა გაკეთდეს? რა თქმა უნდა. თქვენი მოსაზრება ძალიან საშურია. მე მაგაზე უკვე დავიწყე ფიქრი, რაც ბატონ კახამ გააზღერა და ჩვენ გვინდა ვთხოვოთ მინისტრომ მოხდეს სასწავლო საპილოტე დონეზე სასწავლო წარმოება ნატურალური პიგმენტების ამ ყველაფრის იმებს და გარკვეულწილად რომ ვანახოთ, იმიტომ დაინახონ იყოს შეიძლება უკეთეს თუ არა კავკასიის უნივერსიტეტში აი ეს აეწყოს საპილოტე დონეზე რომ მოხდეს ამ მოყვანილი ამ წინვალე მე რო განახოთ ისინი გაოცებული ვარ რომ ჩვეულებრივ წყალზე და მეოთხეულ წყალზე რატომ აჯობა ამან მარტო წყალმა აჯობა ამ ჩვეულებრივ წყალს ეს უკვე ჩვენ გამიხილეთ და ვნახეთ ისა რომ ამას უკვე ამას აქვს მაგრამ მე ამას როცა მიკროელემენტები და ისინი შეიტანა აი ესეთია უკვე გასხვავება ესე იგი ეს არის თვალნათლივ ისინი აი ეს ყველაფერი და ეს ხომ ვიღაცა რომ დაინახავს ხომ მიხდება რომ აი ბატონო ისე დაინახო დაიჯერა ნახეთ საჯობია უკეთესად გაკეთდეს ეხლა გეტყვით ნახეთ როგორ არის სამინისტროს რომელიმე საკვლევ ინსტიტუტში თუ ბატონი კახას იმაში უნივერსიტეტში აი გეტყვით ნახეთ როგორი უნდა იყოს როგორ უნდა იყოს მოთხოვნა მიუხედავად იმისა სად გააკეთებენ ეს მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ ეს შეიძლება შეირჩეს სამეცნიერო ცენტრი რომელიც არის სამინისტროში და იქ გაკეთდეს შეიძლება გაკეთდეს როგორც თქვენ ბრძანებთ ქალბატონ მარიამთან ან ბატონ ზურავთან შეიძლება ესე მოხდეს ამას ახლა თავად მნიშვნელობა არ გააჩნია სტუდენტებმა ამას ახლა გიხდით ნახეთ ბატონ თენგის საზგეუნებით მიუხედავად იმისა სად გაკეთდება მიუხედავად ამისა სახში არის უკვე და 5 კაცი მეც ვერ მიიღებს თავის სახში ამიტომ ჯობია რომ უნივერსიტეტში გაკეთდეს შეიძლება დავამთავრებ რა კი ბატონო გიგენეთ მიუხედავად იმისა სად გაკეთდება მოთხოვნა უნდა იყოს შემდეგნაირი სადაც არ უნდა გაკეთდეს თუ კი ის შედეგი დაიდება რომელსაც თქვენ ბრძანებთ ავტომატურად ყოველგვარი დამატებითი თხოვნის და შეთავაზებების გარეშე უნდა მოხდეს პროექტის დაფინანსება გაწერილი ბიუჯეტში. სხვა შემთხვევაში მე ვიცი როგორ ხდება, ამ შემთხვევაში ბატონი დაგლი მართალია. ეს შეიძლება ამას დაჭირდეს 1 წელიწადი რომ დაანახო და 1 წლის თავზე ის მინისტრი აღარ იქნება იქ და მეორე ამას აღარ გაიგებს, კაცო. ამას გეუბნებით მე. აი ეს საქმე იმაში კი არა რომ რომელიმე მინისტრი ცუდი კაცია თუ კაი კაცია, ამაზე არ უნდა ვიყო დამოკიდებული. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მექანიზმი, სისტემური, რომელიც მიუხედავად სად მოხდება ამის გამოცდა კერძოში თუ სახელმწიფოში, უნივერსიტეტში თუ ფერმერთან როგორ გააკეთებს ამას ეს მინისტრი თუ ის მინისტრი მიუხედავად ამისა უნდა გაიწეროს ბიუჯეტში პირობების დათქმით რომ თუ კი შედეგები მოგვეცა თუ ერთწლიანი პერიოდი ყოფნის 1 წელიწადში ავტომატურად ეს იწყებს დაფინანსებას სადაც იწყებს დაფინანსებას ამდენით მომავალი 3 წელიწადი გამიგეთ მე გთავაზობ და თან მინდა რომ მაყურებელს მოისმინოს რომ ქვეყანაში რა არ არსებობს ქვეყანაში მექანიზმები არ არსებობს. რაც არ უნდა კარგი იდეა თქვა, რაც არ უნდა კარგი განახორციელო ბატონ თემურთან 1000-მა იდეამ გაიჟღერა. უკვე ყველა ღირებულია იქიდან, მე თუ მკითხავთ, რაც მომისმენია. ყველა ღირებულია. საქართველოს მართლაც რომ მარგალიტია დედამიწაზე, გასწოდა ეს ადამიანები, თქვენაირ ადამიანები არიან საოცრებები მსოფლიო მასშტაბით. გასწოდა შემთხვევით კი არ ხდება რა. 1000-ობის წელია ჩვენ ვარსებობ და ესენი ვინც არსებობენ ჩვენი შვილთა შვილები და შვილები არიან სულ ყველანი აბსოლუტურად. ევროპელების, ამერიკელების და ისინი აზიელების. ამიტომ ეს ჩვენ მოგვდგამს გენეტიკურ და მაგრამ მექანიზმი როგორ ამუშავო ეს ჩვენ არ ვიცით. მე ეს მინახია 90-იან წლებში. მიმუშავია თავრობაში სადაც იყო შევარდნაძე. მე წელიწად ნახევარი მიმუშავე სააკაშვილის თავრობაში, წესო. საგადასახადოს უფროსი ვიყავი. პატარა თანამდებობა კი არ იყო. ამათ როგორია ბენდუგიძემ გააკეთა რაღაცა. ბენდუგიძე სანამ რაღაცას გააკეთებდა დამთავრებული მქონდა როგორ ამეწყო მთელი გადასახადები იმ სისტემაში. რამაც გაანადგურა შევარდნაძე, რატო დაემხო შევარდნაძე იმან გადათვალებამდე არც კი იცოდა.
ფული აღარ იყო ბიუჯეტში და რაღაც აღარ იყო ბიუჯეტში, მაგიმე არც კი ვიცოდი, ერთ წელიწადში გამოვასწორე ყველაფერი. ამიტომ მე ეს ვიცი როგორ ხდება. რატო ინგრეოდა შევარდნაძე 90-იანებში და რატომ დაიწყო შემოსავლებმა ზრდა სააკაშვილის დროს, ერთად სააკაშვილზე იყო დამოკიდებული და არც მენდუკიძეზე, კაცო. ეს გაკეთებული მაქვს ჩემი ხელით. ზურანოღაიდელის ხელმძღვანელობა. გამიგეთ, მე ამის თქვა მინდა. ანალოგიური მდგომარეობა ეხლა კაცო ვიყავი აგერ 12-დან 14-მდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ვიცი რაც გავაკეთე. ჯიშთა გამოცდა. ხორბლის ჯიშები. სახელმწიფო ამას აკეთებდა და ეხლა არ დაგავიწყდეთ თქვენ სტალინი ახსენეთ. სტალინის დროს ახალგაზრდა ბიჭი იყო პეტრე ნასხიდაშვილი, მან პირველმა დაიწყო და მილიონი ტონა მარცვლეული მიიღეს. სტალინმა მოითხოვა მილიონი ხორბალი მოიღოთ, ტონა ხორბალი მიიღეთო და ჩვენებმა მაინც სტალინის მოუწყვილეს და მილიონი ტონა მარცვლეული მიიღეს, მაგრამ მილიონი ტონა იყო, გამიგეთ? მე გადაიცვალა ეს კაცი და ჩვენი მაინც ეს შეგვჭირდა გარეშე მიიღებდნენ ეგრე. სად იყო მაშინ პესტიციდები? არც იყო ამდენი კაცო. მაშინ ჰექტარზე კილოგრამზე ტონა მოდიოდა მარტო. აშაც ახლა ქალბატონი მარიამი ახსევს ხო? 2 ტონა, 3 ტონა, 4 ტონა, მაშინ საოცნებო იყო. 1 ტონა მოდიოდა მარტო. მილიონი ტონა მარცვლეული მივიღე, საიდანაც 800-ი ხორბალი იყო. და ეს ხორბალი სასურსათო ხორბალი იყო და დღეს რო უხარიათ 200 ტონა ხორბალი მივიღეთო, იქიდან 5%-ია მარტო სასურსათო. დანარჩენი არის საფურაჟე. ის იმას ხედულობენ ქათმის მეფრინველების ფაბრიკები, კაცო. ეს მდგომარეობა. ამიტომ თუ კი შეხვდებით, მე პატარა იმას რჩევებს გაძლევთ, რომ როგორ ახსნულდეს. სხვა შემთხვევაში შეხვდებიან. ხო, შეხვდებიან, მოეწონებიან, დაგემშვიდობებიან და აღარ სამახსოვრებათ. ხო, ნამაკ თქვენთან, პირადად თქვენთან. კი ბატონო. ბატონ გალეგაშვილი. გვერდზე გიზის მომხიბლავი ქალბატონი გავაგზავნე როდალეს ინსტიტუტში, მე ვთხარი იქნებ შეხედულობით მაინც დაეხმაროთ ამ იმაზე თუ და იმათ, ესე იგი თქვენ იმაზე მინდა კომენტარი გავაკეთო, სწორედ რომ როდალეს ინსტიტუტში რომ მივაწოდე რომ რამდენი აქვს ამას მოყვანილი, რომ თქვენ თუ შეიძლებათ რომ სუფთა ორგანო ეგ არის 40 წევრია, ნომერი პირველია მსოფლიოში ორგანულ იმაში. ეგ უდიდესი ავტორიტეტია. არაფერ დღემდე არ მოგხსნია რომ თუ შეიძლება ორგანული წარმოებით ამაზე მეტი მიიღო რაც ქალბატონ მარი მიიღო, იმიტომ რომ ვიფიქრებ რაღაცა და ჩვენ კიდე გვაქვს უკანა ჯიბეში ჩადებული რომ კიდე გარკვეულწილად შეიძლება რომ გარკვეული იმით უკეთესი მოსავალი და უკეთესი ხარისხის კი მივიღოთ. გარდა მაგისა, მე მინდა გთხოვოთ თქვენ რომ დაეხმაროთ ქალბატონ მარის, ალბათ მაგას სიამოვნებით გააკეთეთ, რომ გაითვალოს ეკონომიკური გათვლა გჭირდება. თქვენ ბრძანეთ მართალი ბრძანეთ. ბატონო ამას გათვლა აღარ ჭირდება. სასურსათო ღირებულება რაც არის ჯობია ეს ვარიანტი, როგორც თქვენ ბრძანებთ. არა. უკვე ნათქვამია ყველაფერი. ამას დაანგარიშებას არ ჭირდება. არა, აქ უკვე სხვა რაღაცაც არის რა. აქ ჭირდება, იმიტომ რომ ყველა მაინც ჭირდება ეკონომიკური გათვლა, რომ ეს მოყვანილი წინვალი ხორბალი სად რომელ მხარეს უფრო მეტი ხარ წავიდეს, მაგრამ სად უფრო მეტი შემოსავლიანი იქნება, იმიტომ რომ მე მინდა ქალბატონ მარი გავხადო აი ამ ორ ნობელის პრემიის იმებზე ჩავთო მისიისა და ეს იქნება გარღვევა. მე მივხვდით და ამიტომ ეკონომიკური თვალსაზრისით მოგეხმარები დაგიგებთ მასალებს ზუსტად ახეთ ხორბას რა შეეხება ეკონომიკური თვალსაზრისით როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ დიდ გლობალურ კორპორაციებზე იმას ქალბატონი მარიამის და თქვენი მეთოდი ვერ აჯობებს, იმიტომ რომ ზუსტად ამ შხამქიმიკატებით, მათი მილიონობით ჰექტარზე მოყვანილი ხორბლით, ტექნოლოგიებით დააჩოქა ეგ. ეს სხვა რამეს დავამთავრებთ შეიძლება რა. იმათ თქვენ რომ შეედაროთ პირდაპირ რომ აი მან ტონაზე ამდენი მოიყვანა, მე ტონაზე ამდენი მოვიყვანე და ეკონომიკურად ეს მოყვანილი აჯობებს ამას, ეს ვერ მიიღება. არა, ვერ მემიღება. ალბათ არასწორად იმას. ხორბალი უკვე გვაქვს მაგიდაზე, აი მაგიდაზე დევს ხორბალი. ქალბატონ მარის მოყვანილი. ეხლა ამ ხორბლიდან ვაწარმოოთ ეს თუ ეს. ფუნქციური საკვები თუ პური. გამიგე? რომელი საკვები? ფუნქციური საკვები, რომელიც გადის აი ამ ორ ნობელის მე ამას ხო ვერ გავაკეთებ, თქვენ უნდა გააკეთოთ. არა, ამას მე დაგიდებთ ამ ყველა იმას, მასალებს, ხოლო აი ეს ეკონომიკური გათვლა რომ პური წარმოება რა ღირს, რა დაждდება, შემოსავალი რა იქნება და აქედან რა იქნება შემოსავალი. მე თვითონ არ გამაჩნია რომ მე თვითონ გავაკეთებ, ხო შემიძლია ბატონ თენგის, ბატონ დავით სტუმრებს მინდა მიმართო, მინდოდა ქალბატონ მედიასაც ეთქვა რამდენიმე სიტყვა, მაგრამ ხა არა პიგებს. უბრალოდ მინდა თქვა ერთი რამ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვერ გძვით
ქიმიას სოფელში. ჩვენ ვებძვით ქიმიური პესტიციდების და იმის გამოყენებას საქართველოში. ვიდრე ყოველი მოსახლე არ დავიდგება გვერდით, არ გაცნობიერდება, რომ ჩვენ რეალურად ვიწამლებით და გაივსო უკვე საფრანგეთის, ევროპის და სტამბულის საავადმყოფოები ქართველებით გაივსო, ვიდრე არ მოვალთ ასე და ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნიდან მიდის ემიგრანტი, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არის ისეთ მდგომარეობაში, მის აქ ვეღარ მოდის სიტუაციას. ჩვენ მოგწამლა პროდუქტმა, რომელიც შემოდიოდა წლების განმავლობაში თურქეთიდან. მოგწამლა იმ პროდუქტმა, რომელიც შემოდიოდა არაბული ქვეყნებიდან, ირანიდან და ასე შემდგომ. ისინი თვითონ კარგ პროდუქტებს იღებენ, ჩვენთან ცუდი პროდუქტი მოდიოდა ბევრი. მე შემიძლია ეს ფათოგლიფილზე ვთქვა, რომელიც სტამბულში აბზალური იყო და ანკარაში არ შეიძლებოდა და კვერცხმდებელი ქათამი და საქართველოს სავსე იყო ყველაფერი ამით. ჩვენი რეალურად ჩვენი მიწები არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი მიწები არის უმძიმეს მდგომარეობაში. უამრავი ადამიანი წავა ხვალზექ იმის გამო კი არა მარტო რომ თქვათ აი გარეთ უნდა წასვლა, იმის გამო რომ უკვე ეს მიწა იქნება უნაყოფო. იმის გათვალისწინებით რომ რეალურად აქ იმდენი დაშხამვაა. ბატონი ზურაბი რო ამბობს მე შეშფოთებული ვარ. როგორ ესე იგი 2 კილოგრამია სხვაგან და ჩვენგან 20 კილოგრამ შხამს აფრიან და ეს შხამიც მოდის თურქეთიდან. ამერიკელები და ბატონი შოთა ჩხეიძეა ესენი გვეუბნებიან ჩვენ რომ რაშვებით ხალხო თქვენ რატო აკეთებთ ამას, საიდან ყიდულობთ ამ ქიმიკატებს, რად გინდათ ეს, როცა ეს მიწის მდგომარეობა არის ურთულესი. ვინ და მე არ ვიცოდი ეს მდგომარეობა და აი აგერ ეძებს ქალბატონი მარიამი რომ ესე იგი ეხლა დაითესოს, აი რასაც ბატონი თენგიზიამ დაითესოს ეს 60-65 ტონა რომ არის, ისე მოვიყვანოთ, კიდე გავამბრალოთ, კიდე მოვიყვანოთ, რაღაც რომ ძალიან ბევრი იყოს და საკვები საქართველოში მოპოვებული ვაქციოთ წამალად. რომ დღეს თუ 80% შემოდის გარედან, 20% არის ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს და იყოს 80% გახდეს 4 წელი უნდა ამას. მეტი არა 80% იყოს ჩვენი და 20% იყოს გარედან. ვინ და თქვენ მეცნიერებით ამეთანხმებით რომ ჩვენი მიწა, წყალი, ხარი, სითბო ისეთია რომ ჩვენ რომ ამ ქვეყანაში მოწეული პროდუქტები ვჭამოთ, ინტელექტი ჩვენ შეიძლება მსოფლიო და ეს არის საქართველოს სულიერი მისია. ჩვენ სწორედ აი იმ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ვეუბნებით რომ ხალხო ეს ვიღაცას აწყობს გარეთ ეს შიგნით ჩვენ რო ვარ ჩვენ დაპირისპირებული, იმიტომ რომ სხვა რამეა გასაკეთებელი, ჩვენ დიდი სულიერი მისია გვაქვს შესასრულებელი. ეს არის მეცნიერთა კონგრესი. თქვენ ბრძანეთ და ბატონმა თენგიზმა და უნიკალურად ჩამოაყალიბეს ახლა ბატონ დავითი ჩვენთვის არის, რა ვიცი რა კარგი გითხრათ ახლა რომ ასეთი გამოცდილების მქონე პიროვნება და მე არა მარტო ამ ხელოვნებაში ფილმები აქვს გადაღებული და აბა ვეფხის ხავსებთან ურთიერთობაში შევეჯიბროთ რომელიმე და ბედნიერებაა როცა ასეთი როგორი ენციკლოპედიური განათლების პიროვნება არსებობს. ჩვენ ვეხვეწეთ რო არ გააკეთეს დავდეთ ეს სიგნი რა. ეს არის საქართველოს ინტეგრალური რესურსები. ჩვენ რომ არ გააკეთეს, არ დაგვიჯერეს და არ გაიზიარეს, დავდეთ ის ასაცხვია ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა და რომლის გარეშე ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი, ეს ვერ დამაჯერებს ვერავინ. არის 1-4 წელი მაინც საჭირო იმისთვის რომ აი ახლა ეს ადამიანები ვინც გამოდიოდნენ აქ ყველანი არ ხართ დასახელებული, თქვენ ხართ დასახელებული, ბატონი ზურაბია დასახელებული, აი აგერ ბატონი ირაკლი, ესენი ბატონი კახაა დასახელებული, ბატონი შალვას დასახელებულია, ბატონი გიაც, ქალბატონი არის, ყველა აი ქალბატონი მედი, ესენი დასახელებულია ყველა. ესენი უნიკალური ადამიანები, ჩვენ რომ ვინმე სხვა არ ვებძით ეს პოლიტიკური ხوار არის. აი სწორედ იქ გამოიკვეთება მთავარი რომ პრინციპია ქვეყანაში არასწორი. პროგრამას წერს არა სამინისტრო, პროგრამა უნდა დაწეროს სამეცნიერო ინსტიტუტმა და მე უნდა წავიდეს დამუშავებაზე, რა თქმა უნდა, სოფლიოში ესეა მოწყობილი. სოფლიოში კეთდება 10-15-20 წლის ხედვით თქვენ აბსოლუტურად სწორ ბრძანებთ, უბრალოდ კარგად ჩამოაყალიბეთ და დიდი მადლობა ეს ალგე უნდა ამოიღოთ და ხშირად უნდა დავაწყელოთ, რასაც თქვენ ამბობთ, რომ შორს ხედვას მივეჩვიოთ. როგორ შეიძლება რომ 9 წლის იმით მუშაობდე და 1 წლის კი არა და ნებისმიერ საქართველოს უნდა კონდეს უკვე. აი ეს რო არ კონდა შეუძლებელი იყო, როცა გვაქვს ჩვენ რა პოტენციალებს, ეს არ არის სრულყოფილი. ამას განვითარება უნდა. როცა ყავს ასეთი მეცნიერები, როცა გაქვს ეს, აი ამ წიგში ახლა გავშალი აგერ, რატო გელაჩი მიღებული 15 წლისენ და ურიგებთ ყველას ახლა ბატონ ირაკლის ახსოვს რომ ეგრეთ შტალბაში რო ვიკრიბებოდ იქ ვიღებდით ამას. ამას აწერია ხალხის პროექტი ქირაობ ხელისუფლებას. მე ხელისუფლება დაქირეებულია, მე ნუ მეუფროსება კაცო, ანუ მე
წერ პროგრამას, ინსტიტუტები წერენ პროგრამას და მე იმ პროგრამის განხორციელებელ მთავრობას ვქირავობ. იმან რა თქმა უნდა შეიძლება რომ სისტემაა შესაძლებელი მართვის აბსოლუტურად. ამიტომ ის გუნდი რომელიც ჩამოყალიბდა და ჩვენ ახლა შევკრებთ სწორედ რომ აი ადამიანებმა დაასახელეს ერთი 200 კაცია, რასაც ლაპარაკობთ რომ ეს პარალელური პარლამენტი იქნება, მაგრამ იმ პარლამენტს კი არ ებრძვის კაცო. ეს იქნება იმ თვალსაზრისით რომ ეროვნულ საკითხებს განიხილავს, ეროვნულ სახელმწიფო დოქტრინას მიიღებს, ეროვნული კონსტიტუციის საფუძვლებს ჩაყრის და იტყვის იმას რომ სისტემაა შესაძლებელი ქვეყანაში და ასეთი რამე რო გვაქვს ასეთი რამე რო გვიდებს და ასეთი პრინციპები რო არის, რამდენჯერ გაიმეორა ბატონმა თენგიზმა, მილიარდებია საქართველო, აი როგორც ფეხბურთელებმა შეძლეს ახლა ჩვენ წავიდნენ სხვაგან თამაშობენ, საქართველოს ჩვენ ეს არ გქონდა, არის მოკლედ სასწაულები არიან და როგორ იყიდება. ლამის საქართველოს ერთი ბიუჯეტი გახდა ზოგიერთ ფეხბურთელი ამის იმაში არა. ჩვენ გვჭირდება ასეთი განამეცნიერებაში არა გვყავს, უნიკალური ხალხი გვყავს, რომელსაც მიხმარება უნდა ელემენტარული. ესენი ეხმარებიან პარტიული პრინციპით, ეხმარებიან ისე, როგორიც ამდენი ხანია ეხვეწება მესტიერთა კონგრესს და უნებო ბიჭო, აგერ გენიოსები არიან ესენი. რა მე ნათესავები არიან, მეგობრები არიან, ნუ ეხლა მეგობრები ვართ, მაგრამ ნათესავები თუ ახლო რა ვარ ჩვენ სისტემამ დაგვაკავშირა და ამ სისტემამ შეგვაკავშირა ერთმანეთთან. ეხლა დღეს აგერ უნიკალური არ არის გადაცემა როგორი ხალხია ტელევიზიის გენერალური დირექტორი ქვია და ის იღებდა ამ გადაცემას იმიტომ რომ ჩვენ არ აქვს პული არ არის საშუალებები და ვაგეთ იმას რომ თვითონ დგას პულთან ეგერ და იღებს ამ იმას ხო ესა ვარ ჩვენ მეცნიერთა კონგრესში შიშველი ხელებით მაგრამ მილიარდერს ეშინია მილიარდერის სინამდვილეში როგორ უნდა იყოს კი არ უნდა გეშინოდეს უნდა ერკნებოდე ჭკვიანს ესენი მილიონერები საქართველოში ებრძვიან ერთმანეთს და შეიწირეს ხალხი და შეიწირეს ქვეყანა. ჩვენ უნდა შევთავაზოთ და გავარღვიოთ ეს. და ხალხს უნდა უთხრათ ის რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ჯანსაღ პროდუქტებზე. ბატონი თენგიზი და ახლა მინდა თქვა ასევე ვახსენო ბატონი პაატა იყო გოგუაშვილი იყო თქვა აი ბატონი რამაზ გახოკიძეა ბატონი შოთაჩხეიძეა უამრავი ადამიანია ასეთია თქვენ ხართ აი კონგრესის ამ ჯგუფის წევრები არიან რომლებიც ამბობენ იმას რომ პესტიციდი ეს არის საწამლავი ეს არის უბედურება ეხლა ბოლოს და ბოლოს უნდა გაცნობიერდეს ეს ვიღაცამ ხო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ შევამცირ გავანახევროთ მე საერთოდ ნოლზე დავიდეთ რაც ბატონმა გიამ გააკეთა აგერ ეს ხო უნიკალურია კიდე სხვებს აქვს გიანა დარიშვილმა რაღაც ხო უნდა შესწავლო მე ხوار იმას რომ აი რაღაც ყველაფერს ტაში დაუკრათ მაგრამ ამას ხო ნახვა უნდა ამას ხო შესწავლა უნდა აი ბედნიერება ვამთავრებ ერთი რამით ამ ქვეყანას აქვს უდიდესი მომავალი ამ ქვეყანაში სასწაულის მოხდენა შეიძლება აი მინიმალურად მოკლე დროში როდესაც მოტივირებული გახდება საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 90%. რა არის მთავარი ადამიანისთვის მთავარი არის мотивация. мотивация რომ აქვს ბატონ ზურაბს. мотивация აქვს მას და ხარავის არ უთხოვიან мотивация აქვს ბატონ თენგიზს. არაფერი შეეძლო გარეთ წასულიყო და მილიონერი გამختارიყო. შიშველი ხელები мотивация გვაქვს ჩვენ ყველას. მე ვიცი რომ აი ასეთი ხალხი რო არსებობს მე არ შეიძლება გავჩერდე. მე არ შეიძლება ეს გუნდი შევკარით ჩვენ მე არ შეიძლება ვეხვეწები აგერ ბატონ ირაკლის რომელიც მეგობარია და ძალიან საინტერესო პიროვნება და ვეხვეწები აბა როგორ შეგვიძლია მივეხმაროთ დაუდგეთ გვერდით რაღაც გავაკეთოთ ხელის გამართავი კაცია ასეთი კარგი რამეებისთვის რატო ვამბობ ამას იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ ეს დიდი გონება და ფულის და გონების შეერთება ამოცანა და არა ფულიანების დაჯახება საქართველოში არის ფულიანების ომი და მაშინ როდესაც მეცნიერთა კონგრესი ეუბნება რომ შევაჯეროთ შევათანხმოთ ამ გონიერი ხალხის და ჩვენი ფულის ერთობა ფულს მაშინა ბრძალა როდესაც გონიერი ადამიანების ხელში ეს საქართველოში ფული დღეს დიდი გონებით დავინებ მე რომ მკითხოს კაცმა ეს კაცი უნდა იყოს დღეს მილიონერი და მილიარდერი რაც მას აქვს მე რო წავიკითხე საფრანგეთში რა არის და რა ის აქვს გაკეთებული ვამაყობ ამით ხო აი აგერ იჯდა ერთი და მეორე კაცია რა ნუ ერთხელ ბატონ კახას რაღაცა ისინი არ მომგობ ღარიბები არიან მაგრამ ვინ უნდა იყოს თქვენ იცით საქართველოში ერთი მწერალი ერთი მეცნიერი ერთი ხელოვანი კულტურის მოღვაწე იცით მილიონერია არა ვინ არის ესე იგი ხალხის მოწამვლის ხარჯზე რომ ყიდვის პროდუქტს ისინი არიან მილიონერები ჩვენ ეს ხო უნდა იმიტომ ხარ უნდა უთხრათ რომ დავიჭიროთ და ვებრძოლოთ ამით ვეუბნებით რომ არ არის ბატონები საქართველოს გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და მოვეფეროთ და რაღაც ნაბიჯები გადავდგათ ისეთი რომ ერთმანეთს მივეშველებით და გვერდში დაუდგებით ეს არის მეცნიერთა კონგრესი
მე სხვა რა დღეს აგერ ბატონმა თენგიზმა ყოველთვის გამდიძებს რაღაცეები მომცვა პიროვნების ისა ქალბატონ ლალი გოგინავას ვესაუბრე ეს არის ვინ უძველესი ჯიშების ასე იგი მასა მოხსენება გაუკეთებია რომ უძველესი ჯიშების ქართულ ჯიშებს უფრო მეტი კვებითი ღირებულება აქვს ვიდრე ნებისმიერ იმას მე არ მახსოვს მე მგონი ბატონი ზურაბი ამბობდა თუ ვიღაც ერთხელ ამბობდა იმას რომ ადრე რო 2 კილოგრამი ვაშილი ეხლა 20 კილოგრამი ვაშილი აღარ შეიცავს იმას ყველაფერი რა გინდა მე გაზარდეს რაოდენობა ვის აქვს და ერთი მეცნიერები ამ დღეებში წავლენ კიდე იმ ექსპერიმენტით რომელიც ჩვენ თაფთან დაკავშირებით გავაკეთეთ ვამბობთ ერთ რამეს რომ 20-30%-ით მეტი შეგვიძლია მივცეთ ჩვენ წარმოებებს დღეს ვიდრე აძლევენ ეს ფირმები არფული იქნება თუ ნებისმიერი სხვა 20-30%-ით მეტი ლაპარაკია კვების იმაზე კვებასთან დაკავშირებით პროდუქტებზე და 2-3 ჯერ იაფად შეიძლება მიყიდოთ ხალხს ამის გაკეთება რომ შეიძლება ქვეყანაში თქვენ წარმოგიდგენიათ ეს ხო დავადასტურეთ ჩვენ და თქვენ მონაწილენი ვიყავით იმისი რომ 50 ლარზე ნაკლები არღეს ის თაფლი რომელიც აქ 15 ლარად იყიდებოდა და როგორ 10 ლარი მიცეს ვისგანაც წამოიღეს იმას 60 ლარზე მეც არასდროს და არავინ გახარებული დარჩნენ 10 ლარი რომელიც 10 კი არა ეს 100 ლარი ღირს შეიძლება მაგრამ პირობითად ვამბობ 2 ლარს ასდებდნენ და 10 ლარი მიცეს გაიყიდა 15 ლარად კახეთში ხალხი გვეხვეწება ბიჭო თბილისში რო ღირს ეს 5 ლარი მე ესენი 20 რომ აძლევენ აგერ ბიჭო 1 ლარი მე მომეცით და 2 ლარად მიყიდეთ თბილისში ხალხსო ამის გაკეთებას რა უნდა კიდე ერთხელ დავარწმუნებ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ კიდე ერთხელ ვეტყვით იმას თქვენი საშუალებით ბატონ დავით რომ საარსებო აი რაციონი რაც არის და საარსებო კალათა რო ავიღებთ თქვათ ამერიკულს ან როგორი უნდა იყოს ჩვენი აი ხალხს ატყუებენ ხო 200 100 ლარი 100 ადრე ამბობდნენ 100 ლარია 200 ლარია 300 ლარია არსებობს წესი რომ მინიმალური პენსიით და ხელფასით ადამიანი უნდა ყიდულობდეს 1000 ლიტრა ბენზინს თავის ქვეყანაში ეს მიღებული წესია საშუალოდ გაანგარიშებას ასე აკეთებენ ვისა აქვს ახლა ეს მინიმალური ისინი ჩვენ ვაპირებთ რომ გაკეთდეს ეს წინააღმდება ძალიან კარგია რომ ხელმოწერებიც კი დავიწყოთ იმაზე რომ დეპუტატს არ ქონდეს პენსიონერზე 10 ჯერ მეტი ხელფასი სად არის სხვაგან სხვა როგორი შეიძლება რომ როგორი აი სწორს ამბობ ძალიან ბევრ ქვეყანაში ძალიან ბევრ ქვეყანაში კი ბატონო ძალიან ბევრ ქვეყანაში არა აქვს საერთოდ ხელფასი არა აქვს ბევრი არა მაგრამ არის ხო არის რამდენიმე შვედეთში არა აქვს სხვაგან არა აქვს კიდე ვიცი ხო მე შვეიცარიაც ვიცი და ბევრი იმაშია მაგალითად მე ხშირად ხვდები რომ ჩვენ დაძმობილებული ქალაქი ამერიკაში რო ჩავედი და მივედი ამის იმად მერს კაბინეტი არა აქვს მანქანა არ ემსახურება ხელფასი არა აქვს და მე ვთქვი როგორ ამერიკა ხალხმა ამერჩეაო და რა არის აგრებულობა იღებენ კანონებს და ქირაობენ მენეჯერს მენეჯერი ყავდა დაქირავებული გერმანიიდან და იმ მენეჯერს რო შევხვდი მითხრა რომ სახრე უჭირავ დღეში მამუშავებენ ძაღლივითო აი ესა ქვეყანა იმიტოა ეს და აქ ჩვენთან რომ აირჩევენ თქვენ გინახავთ ახლა დეპუტატები რომ აირჩიეს ახლა ესენი გაანადგურებენ ვინც აირჩიეს ამათ ხელფასები დაინიშნება ყველას კომიტეტები იქნება ყველას ესენი და მიდის ეს ჩვენი პული ამ იმაში ყველაფერზე და ნუ რეალურად იცვლებთ ჩვენ ამით კი არ უნდა ვებზვით ვინმეს არა ჩვენ ვლაპარაკობთ რომ სისტემა უნდა შეიცვალოს მართვის სისტემა შეიცვლება ორი აზრი არ არის სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს ამ ქვეყანაში შეუძლებელის შეძლებაა შესაძლებელი ძალიან მოკლე დროში შეუძლებელის შეძლება არის ძალიან მოკლე დროში და მე იმას ვეუბნები და ახლა მაგალითად შევადარე მე აი ჩეხეთშიც 4 შედგარჩევნები და ჩვენთანაც აი წაიკითხეთ ჩეხეთის პრემიერის გამოსვლა რა გამოსვლა გააკეთა იმან მან თქვა რომ ფასები კატასტროფულიაო ხარისხი არ ვარ გაპროდუქციისო გაიცო ქვეყანა სხვა იმითო ეს არის ჩამოთვალე ყველაფერი ჩვენთან შეადარეთ ახლა რა გამოსვლებია ჩვენთან არის შეხარ მტერი მე ვარ კარგი მე გაიმორჯებს ის და დღეს რომ მტერს ეძახის იმას დაარღვევენ მტერს და რაღაც ეს არის ერთმანეთს მტერი უწოდოთ ხალხი ვართ ამ ქვეყანაში ცხოვრობ ყველა საჭიროა ამ ქვეყნისთვის ბიძინავანიშვილიც ნებისმიერი ვინმე ციხეში რა უნდა რომელიმე პიროვნებას არ უნდა მიიყვანო არც ერთი კაცი იქამდე რომ ციხეში ტრანსპორტად კონდეს საქმე და საქართველოში თუ არ შედგა ყველაზე მეტი მეცნიერებს რა აქვს გასაკეთებელი თუ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი არ იქნა სწორი მუდმივად იქნება რევოლუციები და სავსე იქნება ციხეები ამას არაფერი არ უნდა მარტივი რამეა ნახოთ ერთი კვირის თქვით ჩვენ რომ არაფერი არ გინდათ ბატონებო გითხარით სადაც არჩევნები ხო შედგა ახლა აი მე ყველგან გამოვაქვეყნეთ ვინ მოვიდა არჩევნებზე შემოხაზეთ მეტი არაფერი
გარწმუნებთ მე თქვენ რომ იმის მესამედი არმიის სულა რომელიც გამოცხადებულია მასადამე რა გამოვიდა თბილისის მერი 7-8% იქნება არჩეული თბილისელების ასე იქნება ყველგან სხვაგან ხო არ ვებრძვით არავის ჩვენ ვამბობთ რომ ვისაც მეტის გაკეთება შეუძლია ის იყოს კაცო ის მივიდეს შეუძლია მეტის გაკეთება პიროვნებას მე ვნახე აგერ ადამიანები არ უყვარს იმ პიროვნებას ხება და ამის ისინი მაგრამ ვნახე და არც ვეხები ახლა ამას მაგრამ ნუ ჩვენ გვექნება პერსონალური გადაცემა და ნუ ამას ნუ საავტორო გადაცემაში ვიტყვი ამას რომ ჯო სასაუბრო ამებს აკეთებს ეს ხალხი და შეუძლია პოტენციალია დღეს ქვეყანაში ბატონო დავით სასაული აი ორივენი რო გადიოდნენ გარეთ რა მითხეს იცი ერთმანს და მეორემაც ისი რა ქვეყანა ვარ ჩვენო ასეთი კაცი ყოლია პოტენციის და არ ვისნოდით აბა წარმოგიდგენიათ თქვენ ახლა 100 ტელევიზია ესე იგი კაცი არის რომელსაც 22 წლის გამოცდილება აქვს არ ეწყინება მას თუ ვეტყვი რომ ასებია რამდენიმე 1 და 2 კი არა მაგრამ თვითონ ეძებს ამ ხალხს ჩვენ ნიჭიერი კაცია თვითონ და კარგ ხალხს ეძებს თვითონ მაგრამ ბიჭო ბატონ თენგიზზე ნიჭიერები იქნებიან სხვები იქნებიან მოიძებნებ ესენი შევქვნათ რა ეს რეალურად დავილაპარაკოთ ახლა აი მე ბატონ ზურაბზე ვამბობ და ამით დავამთავრე ბატონ ზურაბს უთხრეს რომ 30-40 წლის წინ უთხრეს რომ 2-3 წლის სიცოცხლე გაქვს და ამ კაცმა თვითონ როგორც ექიმმა ყველაფერი რატო ეს დასაფასებელი და რატო აღირებული ყველაფერი ისაც აკეთებს არა ამ კაცმა შეუძლებელი შეძლო რა არის ესე ყველაზე დიდმა ექიმებმა ვინც კი იყო მაშინ საბჭოთა კავშირში და მოსკოვში გაიგეთა მე მგონი არა იქ უთხრეს არა და ამ კაცმა ნიჭი გონება აი მოქმედება რა არის როგორ არის და ყველაფერი რა გვიხარია რომ ეგეთი კაცი ყავს ამ ქვეყანას და როგორ შეიძლება რომ ეს პოტენციალი არ იყოს მოქმედებაში და ჩვენც არ ვიცნობთ ყველას ჩვენც არ ვიცნობთ ყველა დავამთავროთ ეს შურისძიება დავამთავროთ ეს ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ მოусმინოთ მეცნიერებს არა აქვს ამ ქვეყანას მომავალი მეცნიერების გარეშე არა აქვს ამ ქვეყანას მომავალი თუ მეცნიერებს არ მოусმენენ მე მიხარია რომ შეიქმნა ძლიერი გუნდი გამოჩნდნენ ადამიანები რომელსაც უნდათ ამ გუნდში სურვილი აქვთ რომ დაუკავშირდნენ მიეხმარონ გვერდით დაუდგნენ დიდი ისტორია იწერება აი იმით რომ აი ასეთი გუნდი შეიქმნა მეცნიერთა სერიოზული გუნდი დღეს კიდე ბატონი გიორგი ჩვენ წივწივაძე არ გვესრება აი ესე ოზონის ძალიან საინტერესო სისტემა აქვს და ბევრი სხვა პიროვნება კიდე ქალბატონი ნინა ჟვანია თავისი ქალი ექიმების იმით ნუ აპირებს რომ შემოუერთდეს რაღაცა და უამრავი ადამიანია სამედიცინო ინსტიტუტებია და ამბობენ იმას რომ ერთი კაცო ამ ხორბლისგან მიღებული პური გვაჭამეთ ამ ხორბლის პური გვაჭამეთ გააკეთეთ და გამოჩნდნენ ადამიანები უკვე აი რომლებიც ამბობენ იმას რომ აი ფიცით და ხატით და ყველაფრით იმაზე რომ აი ხორბალიც იყოს უნიკალური ესე იგი და დამუშავებაც იყოს უნიკალური ყოველგვარ იმის გარეშე და პური გავიდეს ისეთი რომ ადამიანმა თქვას ეს პური კი არა ეს არის წამალი და ჩვენი კვების პროდუქტები უნდა იყოს ასეთი მე მივესალმები იმ ხელისუფლებას რომელიც ამას გააკეთებს მე არავის არ ვებძვი მე ვეუბნები რომ გააკეთეთ ეს ადამიანს კონდეს საარსებო მინიმუმი ნუ გახდით თქვენ დიდრები და ნუ და დავაჯექით ნუ უფროსებით ამ ხალხს იყავით თქვენ კი ბატონო ოღონდ ადამიანს კონდეს სიცოცხლის უფლება დაცული იყოს გარანტირებულად დაცული იყოს მისი სიტყვის უფლება დაცული იყოს მისი ესე იგი საკუთრების უფლება და დაცული იყოს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის მისწრაფება უკეთეს ცხოვრებისაკენ ეს არის ამერიკის კონსტიტუციის შესაბამისად ჩამოყალიბებული სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე 4 რამე უნდა გადაწყვიტოს ხელისუფალმა რა არის ეს ადამიანს უნდა კონდეს საარსებო მინიმუმი საცხოვრისი ჯანმრთელობის გარანტირებული მომსახურება და ესე იგი ის განათლების მიღების თავიანთი 30 ნახე ამისი პრემიერის და ვიღაც ჩულები 30-35,000 ლარს იხდიან კერძო სკოლებში წელიწადში. რა არის? ეგ როგორ შეიძლება ძალიან ბევრ ქვეყანაში არ აირჩევენ იმ კაცს, რომელსაც ის მე თქვი ერთხელ რომ ნიუპორტში ქალაქის მერმა მითხრა რომ მივიღე ჩვენ ესო დიდრების მაღაზია, მაგრამ მე იქ შემოსვლის უფლება არ მაქვს, მე მეუბნება. იმიტომ რომ იქ რო შემოვიდი აღარ ამირჩევენ ხოლმე. ნუ წარმოიდგინეთ თქვენ როგორ არის, ეს არის ინგლისში. და ჩვენთან ამას ეძახიან კომუნისტებს. ვითომ ცუდი რამეა ის ამბობს იმას რომ მე არ მაქვს უფლება სხვაგან წავიყვანო ჩემ ქალაქში უნდა იექიმო ჩემ ქალაქში უნდა ისწავლოს მე არ მაქვს უფლება კერძო სკოლაში წავიყვანო აი აქ უნდა ისწავლოს ყველაფერი შენ თუ ხარ ხელისუფალი მოაწყვე სკოლა ისე მოაწყვე მედიცინა ისე და მოაწყვე კვება და ყველაფერი ისე რომ მე არ მჭირდებოდეს სხვაგან წასვლა შენ მოიწყვე შენთვის და ადამიანები მიატოვე მეცნიერთა კონგრესი დგას ხალხთან და ტაშ დაუკრავს ყველა ხელისუფალს რომელიც დადგება ხალხთან
და იქნება არა იმით რომ თქვათ მოერიოთ ერთმანეთს ამ ქვეყანაში მე სულ არ მაინტერესებს ვინ ვის მოერება მე მაინტერესებს ხალხის ცხოვრება იდის თუ არა კარგად გააპროტესტეს ბატონებო ჩემი შეფასება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში მდიდარი მდიდრდება ღარიბი ღატაკდება კი მაგრამ თუ ეს სისტემაა მაშინ როგორ არის კარგი როგორ არის ეს ყველაფერი ყველა ამბობს რომ მე ვაკეთებ რაც შემიძლია კი ბატონო ძალიან ბევრი პიროვნება წესიერი კაცია და აკეთებს რაც შეუძლია მაგრამ თუ შენზე მეტის გაკეთება შეუძლია 200 და შენზე მეტის გაკეთება შეუძლია სხვას აგერ 10 ჯერ იმით ეხლა მაგალითად მე აგერ ქალბატონმა მედია მითხრა იმ ქვეყანაში ძალიან მიჭირს ცხოვრება სადაც ბატონ დავითს ძალიან მაღალი თანამდებობა აქვს ხო სწორია რა ხوار ვამბობ სადაც არა აქვსო ამის ის ხედავთ თქვენ ხალხში როგორია აზრი და აი ამიტომ თუ ეს ადამიანები ჭკვიანი ადამიანები გინდათ საქმეს გაკეთება იმის მეტი რა არის ამის მეტი რა არის ბატონი თენგიზი და ასეთი არის საქართველოში ალბათ ესე იგი რომელსაც ძალიან კარგი ხედვა კარგი ისინი აქვს და თანაც გულსფელი ადამიანია ხო ხედავთ რა თვითონ აკეთებს და ამბობს რომ ეს თქვათ აი ეგერ ბატონმა ზურაბთან ერთად ის ბატონ გიასთან ერთად ეს ქალბატონ მარიამთან ერთად ეს ვიღაცასთან ერთად ანუ კი არა აქვს ის რომ მე და რაღაცა გავაკეთო და რამედ ის ამბობს იმას რომ მოდით რა ყველანი შევერთეთ და ვიყოთ ერთი გუნდი აი ესეთი ადამიანების არსებობა არის ბედნიერება კი მას შერეკილს ეძახიან მე მივყვები მას როგორც შერეკილს და ვიცი რომ გავფრინდებით ბატონთენი ჩვენ ორივენი ვარ შერეკილები და დონ კიხოტი ამბობენ ხენდახან დონ კიხოტმა შეცვალა სამყარო სოფლიოში არ აქვს ასეთი მეცნიერი ხო და ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ ძალიან კარგია ბევრი ძალიან ჩვენ ვიყავით გუშინ წინ ერთ პიროვნებასთან ახლა სახელი ვიცი მაგრამ იმან იმდენად აქო ბატონი ზურაბი და გეტყვით მე ბატონი ზურაბი და ბატონი ისი აქო რომ გამიხარდა ვით თქოს უცნობებასთან მივედით და გამიხარდა მაგრამ აი ვით საქმესთან დგას ისინი არ იცნობენ ამათ არ იცნობენ არც უნდათ რომ გაიცნოს ხო ნუ ეხლა ეგ არის ხო წარმოუდგენელი მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი დღისთვის ძალიან დიდი მადლობა მე ვიფიქრე რომ ზოგიერთი რაღაც თუ აი რაღაც მოძრაობა იყოს ელმეთ თორე აი ჩვენ ამას ეს რომ წავიდეს ტელევიზიით იქნება ძალიან კარგი და კარგი საუბარი შედგა კარგი განწყობით იმედიანი განწყობით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამ ქვეყანას აქვს უდიდესი მომავალი უბრალოდ უდიდესი მომავალზე პასუხისგებლობა ჭირდება ყველას და ის ყველას შეუძლია ძალიან პატარა ნაბიჯის გადადგმა მაგრამ აი პატარ-პატარას რომ გადავდგამთ ყველას ბოლოს და ბოლოს ვთქვათ რომ შემიმოწმოთ ყველა პროდუქტი სერიოზულად რომელიც იმაში არის რა ქვია და რომ მოვაწეროთ ხელი უამრავ ადამიანმა იმას რომ 10 ჯერ მეტი ხელფასი არ კონდეს დეპუტატს ვიდრე ვთქვათ აქვს მას რა ქვია აქვს პენსიონერს მინიმალური პენსია და ძალიან ბევრი სხვა რამ კიდე რომელიც გასაკეთებელია მეცნიერთა კონგრესი სწორედ ეს ორგანოა ჩვენ არავითარი უკანდახევა არ იქნება იმიტომ რომ ჩვენ ვიბძვით საქართველოსთვის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენ არ ვებძვით არავის ჩვენ ვიბძვით საქართველოსთვის ეს არის მეცნიერთა კონგრესი დიდი მადლობა